მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8-ის ნახევარი და ჩვენ კვლავ ეთერში ვართ საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებაზე. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 230-15-15 და ასევე ტელევიზიის ოფიციალურ Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები და ჩვენი სტუმარი გაგცეთ პასუხს, რომელიც გახლავთ საბურთალოზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური მღვდელი გიორგი ბაზერაშვილი. მოგესალმებით თქვენ გიორგი. მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის, გაიხარეთ. მაყურებელია პირდაპირ და მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. საღამოშვიდობის. გასმა ერთი კვირის მანძილზე არ მოძღვარება თქვა, მაგრამ მეორე მოძღვარი ამოწროს, შეიძლებაო. ჩემო კარგო, ძალიან ცუდად ისმის სამწუხაროდ და იქნებ თქვენს ტელევიზორს დაუწიოთ და ისე ისაუბროთ, ან საეთეროში დაგვიტოვოთ კითხვა. აბა იქნებ თავიდან თქვათ. ამიტების დაცემა არ შეიძლებაო ერთი კვირის განმავლობაში ერთი მოძღვარმა თქვა. მეორე მოძღვარმა თქვა, რომ როგორ აყო შეიძლებაო. არტმალისა ნაცრისების დროს წალი ნაკურთხი ამდენ რომ იტანო და მერე გასცეო. არ შეიძლება მეორე მოძღვარმა თქვა გასაგებ, კარგით, მადლობა. მოიტანო, ერთ ჩემთვის აღშეო, მეორეთი კიდე გაეციო. ან როგორ არის სინამდვილეში, თოთ ამაზე ვესაუბროთ. კეთილი, დიდი მადლობა. მეორე კითხვა რა გქონდათ? დაწერია, არ წესი ასად ვესად ვერ ნახე. გასაგებია. კი ბატონო, გაგცემთ აუცილებლად პასუხს და მეორე კითხვაც რომ გვითხრათ. მეორე კითხვა? დიახ, დიახ. კითხვა უთხარი და კარგით, რაღაცი. მადლობა, გაიხარეთ. დიახ. რა შეიძლება ითქვას, რომ აქ არის ქრისტიანულ სათნოებაზე მოყვას გაუნაწილო. დიახ. როგორც იოანე ნათლისმცემელი ამბობს, ვისაც ორი აქვს, მიეცინ, ვისაც არ აქვს ეკონას. მით უმეტეს ეს საღვთო ჯილდო და წვენი, რომელიც იკურთხება ნათლისღებისას. ანუ წყალი დიდი იაზმის წყალი, რომელიც რა თქმა უნდა სახში უნდა დავიტოვოთ, მისი უწმინდესობა ყოველთვის ამბობს, რომ მთელი წლის განმავლობაში უმჯობესია მორწმუნე ადამიანს თუ ეკნება დიდი იაზმა სახში. ეს იქნება სნეულების დროს, უძლურების დროს, კიდაც ყოველ დღე შეიძლება ძალიან მცირე იხმიოს ადამიანი. და თავის მოყვას, ანუ ნებისმიერ შეუძლია გაუნაწილოს. და აქ წინააღმდეგობრივი არაფერი არ არის, იმიტომ რომ აქ ქალბატონმა აღნიშნა, რომ ერთმა მოძღვარმა თითქოს დამითხრა და ესე გააკეთე, მეორე მოძღვარმა არ გააკეთო. აქ უბრალოდ შეიძლება გაუგებრობას აქვს ადგილი, თორე რა თქმა უნდა, თუ აქვს შესაძლებლობა, უნდა გაუნაწილოს. მოწყალების გარდა ყოველთვის შესაძლებელია. მით უმეტეს დიდი იაზმის წყალს თუ ადამიანს თავის მოყვას მიართმევს. მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ეთერში ხართ ისაუბრეთ. ალო. დიახ, გისმენთ. ალო. გისმენთ ჩემო კარგო. ალო. გისმენთ. ეთერში ვარ? დიახ, დიახ. გისმენთ, დასვით კითხვა. ალო. ისაუბრეთ ეთერში ხართ ჩემო კარგო. კითხვა მაქვს მოძღვართან. დიახ, დიახ. ჩემ სამზარეულოში ისაუბრეთ. მოძღვართან მაქვს ასეთი შეკითხვა. გვესმის და ისაუბრეთ. სამზარეულოში ერთ-ერთ კედელზე გამოისახა ჯვარი. მაგრამ რამოდენიმე ხნის მერე მომიწია რემონტის გაკეთება და ის ჯვარი რა უნდა წაიშალა. მაგრამ დროთა განმავლობაში სადაც სამლოცველო კუთხე მაქვს, მათ დიდი ღვთისმშობლის ხატი და იმის თავზე გამოისახა იგივე ჯვარი. რას ნიშნავს ეს უკვე? კარგახანია ეს რაც მოხდა ჩემს ბინაში. მადლობა, გაიხარეთ.
ეხ მეტად ნიშანდობლივია, როცა საერთოდ ჯვარი ისახება და ესე ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ, მაგრამ თლად ისე არ შეიძლება წმინდა მამები გმოწყვრიან, რომ რაღაცა გარკვეული, ანუ ამით მოვიხიბლოთ და ამით რაღაცა ვთქვათ, ჩვენ თავზე მივიღოთ ის განცდა დაეუფლოს ადამიანს, რომ რაღაცა განსაკუთრებული, ანუ სიწმინდის ღირსი გახდა და სიწმინდის გამოცხადების ღირსი. ამიტომ სიფრთხილე მართებს, რა თქმა უნდა, ჯვარი თუ რეალურად ჯვარი შევნიშნეთ, ჯვარს მოწიწებით და ჯვარს დაისახავ ადამიანი, ღმერთს მადლობა შეწირავ და უფრო პირიქით მე ვფიქრობ, რომ ქრისტიანული ღვაწლი მეტად უნდა გააღრმავოს ადამიანმა, იმიტომ რომ ჯვარი ერთგვარი მოწოდებაა ჯვარს მისკენ. ანუ თითოეული ქრისტიანის ცხოვრება ეს არის იწრო და ანუ გოლგოთაა, როგორც არაერთი წმინდა მამა ამბობს. და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა მიიღოს ძალიან ზომიერად. აი ესე ვიტყვი, რომ ესე ჩვენ პირდაპირ დავარქვათ ეს რა ნიშანია და რა გამოვლინებაა, ესე ვერ ვიტყვით. მეორე მხარეს არის საწორი, რომ საერთოდ ადამიანი შეიძლება თავისი წარმოსახვებით მიდრეკილიც არის, რომ რაღაც ესეთი განსაკუთრებული ეძიებდეს და ხო, მოხიბლული იყოს ამით. სასწაულის ძიება შეიძლება რაღაც ნიშნების, აი ყველაფერში რა თქმა უნდა, კარგია რომ შინაგანად საეკლესიო თემატიკას უკავშირებს ყველა ნიშანს ადამიანი, მაგრამ შეიძლება როგორც გარე სივრცეში აი ღრუბლების მიმოსვლა თუ ნებისმიერი რამ ადამიანმა ამ ნიშნით დაიწყოს ძიება, მაგრამ მატერიალურში ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რომ სულიერი სამყაროდან მატერიალურში გამოვლინებას მამები ცოტა უფრთხიან. კი შესაძლებელია რომ მატერიაში გამოვლინდეს და ჭეშმარიტი სასწაულები ყოფილან, მაგრამ ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებიან, იმიტომ რომ დემონურ ძალას ბევრი რამ შეუძლია, ანუ როგორც საეკლესიო ნიშნებით გამოავლინოს, იმიტომ რომ ადამიანი სხვა გზით წაიყვანოს. ანუ ადამიანზე შექმნას დიდი წარმოდგენა, როცა ადამიანი ფაქტობრივად ღვაწლს არ დადგომია. მე ვისურვებ, რომ ეს ქალბატონი მიიღოს ეს როგორც სიწმინდე მოწოდება, რომ აი მეტი ეკლესიურობით, მეტი გაშინაარსებით, მართლმადიდებელი მოძღვრების და მასში წარმატებით და ცხოვრების წესით გამოირჩეოდეს რა. და ჯვარი ფარავდეს და ჯვარი შეეწიოს, უფლის ჯვარი. კეთილი მამაო, Facebook-ში გწერენ ასეთ კითხვას მარიამი. მოგესალმებით, როდესაც ცოდვას ჩავიდნენ მაგალითად სიმღერას ვუსმენ ან ვინმეს ცუდად ვახსენებ. ლოცვის ხალის ვკარგავ, ღმერთთან საუბრის მეშინია, რადგან სინდისი მქენჯნის. მაინტერესებს ცოდვის ჩადენის შემდეგ შეიძლება არ ილოცო ადამიანმა? მოვალეობისგან თავის არიდება ხომ არ არის ადამიანისთვისო. ხო, მთლად ესეთი შეიძლება ვთქვათ ავტორმა კითხვისა ბოლომდე ვერ დაალაგა კითხვა, მაგრამ შინაარსი მაინც ჩანს, რომ საერთოდ ცოდვა და მადლი ესე რომ ვთქვა დიამეტრულად განსხვავდება, იმიტომ რომ სულ სხვადასხვა ბუნება აქვს. ანუ ბუნება რეალურად მადლს აქვს, იმიტომ რომ ჭეშმარიტებისგან იღებს სათავეს, მაგრამ ცოდვას როგორც ამბობენ, ამას ბუნება არ აქვს. ანუ არსი არ გააჩნია. სადაც სიკეთის ნაკლებობა ის არის ცოდვა და ყოველგვარი იმ სიბნელეს და უკუნს უწოდებენ მამები. ამიტომ როცა ცოდვა ჩადის ადამიანი, რა თქმა უნდა, აქ შეუძლებელია მადლში ან სიკეთეში შენარჩუნდეს. ანუ ამბობს ავტორი, რომ აი მე რო ცოდვას ჩავდივარ, ვეღარ ვლოცულობ. ან თქვათ ლოცვა მიჭირს, ან თქვათ შეიძლება ლოცვას მერე თავი დავანებო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადამიანს ფიტავს და მთლიან რაც კი მეუპოვებია, სულიერი, რასაც ქვია საფრთხო მადლი, შეწევნა, რაც მაგალითად ეკლესიური ცხოვრებით. მაგრამ თუ ადამიანი ესეთი სიფრთხილით არ არის და ცოდვას ესეთ თავისუფლად ცოდვაში შეიძლება შეევიდეს ადამიანი, რომ თქვათ იფიქროს, რომ ეს არაფერი არ არის და შეიძლება შემდგომში ვილოცო, ამას უფრო წმინდა მამათა ლიტერატურაში სულიერ მზაკრობას უწოდებენ. აი როგორც იუდას ცოდვა, მაგალითად ამბობენ, რომ აი დღეს ვცოდავ და ხვალ შევინანებ. ან ხვალ ვცოდავ და იმის შემდგომ შევინანებ. აი ამას სულიერ ამას სულიერ მზაკრობას უწოდებენ. ღმერთი არ შეიწირავს, ანუ სინანული საერთოდ ჯილდოა, საერთოდ ამას უნდა გაუსვათ ხაზი. სინანული როცა მონანულს ეძლევა, როცა შინაგანი გულშემოსრულებას უჩვენებს ღმერთს და სინანული, ანუ მაცხოვნებელი სინანული ადამიანზე იწყებს მოქმედებას. ამიტომ მამები ამბობენ, როცა შენ შეგნებულად ამბობ, მე ვცოდავ და მე შევინანებ, ეს სინანული შენი არ არის. ანუ ის სინანული ღმერთმა უნდა მოგცეს, რომელიც სინანულიც მაგალითად შემოიკრებს საფრთხო ნუგეშინის ცემას, საფრთხო მადლმოსილებას, მოწყალებას. აი ამ ზაკრობის გამო, ამ შეგნებულობის ზაკრობის გამო ღმერთი აღარ აძლევს ადამიანს სინანულს. ის როგორც თვითონ გონია, რომ რაღაცა აქვს, ისიც წაერთმევა. როგორც სხვაგან ამბობს მასხოვარი. აი ეს შეიძლება უპასუხოთ ამბობს.
კეთილი მამაო. ესეთი კითხვა არის ჯონი წერს, გამიგია გაფანტული გონებით ლოცვების კითხვა, ცოდვაო და ზოგისგან მომისმენია ლოცვას ყოველთვის და ყველა მდგომარეობაში აქვს აზრიო. თქვენი აზრი მაინტერესებსო. ანუ ლოცვა აქტუალურია დღევანდელ გადაცემაში. დიახ, ლოცვას რაც შეეხება და რასაც კითხულობს ავტორი კითხვისა, რომ საერთოდ ჩვენ ლოცვაზე საუბრობთ შემოკრებილი გონებით ლოცვა. ანუ შემოკრებულობა რა არის, რომ ყოველგვარი აზრი, რომელიც ამაო და მიწერი აზრია, ამასთან საუბარს ადამიანმა თავი უნდა დაანებოს, მით უმეტეს ლოცვისას. და ლოცვისას ძალიან მძაფრად აისახება ეს აზრები. უფრო მკვეთრად, უფრო დიდი, როგორ ვთქვათ, შემოტებით შემოდის, იმიტომ რომ დემონური სამყაროც იღებს ამაში მონაწილეობას. ერთი ჩვენი დაცემული ბუნება, რომელიც თქვათ, კარგს და ცუდს ისე ერთმანეთში ურევს, რომ ეს გულისიტყვები და გზნობები აისახება ლოცვის დროს. ასევე დემონური შემოტება, ეს ორი მხარე, როცა ჩვენი დაცემული ბუნება და დემონური სამყარო დიდხის პოულობს, ამიტომ ადამიანში ყოველთვის ცდილობს გაფანტოს ლოცვა. აი ეს არის რომ ჩვენ არაერთი წმინდა მამა მოგვიწოდებს, როცა კონკრეტულ ლოცვისას თქვათ, მაგალითად წარმოთქვათ მამაუჩვენოს და ან მამაუჩვენოს საწყისში ან შუაში ან ბოლოში აზრი დაიკარგა ან გაიფანტა. ამ დროს შეიძლება შეჩერდი ადამიანი კვლავ იმ საწყის დაუბრუნდე და ხელმეორეთ, რომ არ გაიფანტოს ლოცვა. გაფანტულობა ერთი ის არის, რომ თუ გაფანტულობა ხშირია ეს თვითონ ადამიანი უნდა დაფიქრდეს, სანამ ლოცვამდე წმინდა მამები ლოცულობდნენ, რომ ლოცვა წარმატებული ყოფილიყოს, ანუ გონება შემოკრებილი ლოცვა ყოფილიყოს. ლოცვამდეც კი უნდა ვილოცოთ. შეიძლება აქვე განვავრცოთ ის, რომ როგორც არაერთი წმინდა მამა და კონკრეტულად წმინდა ეგნატე ბრიანჩიანინოვი ამბობს, რომ მორწმუნე ადამიანზე, მლოცველზე ადამიანზე 4 გულის სიტყვა იღებს მონაწილეობას და გრძნობა, როგორც კი ლოცვას იწყებს ადამიანი. ორი არის ღვთისმიერი, ორი გული სიტყვა. ერთი პირველი, როგორც თვითონ გამოყვებს, ეს ნათლისღებისას ყველას მინიჭებული აქვს საღვთო მადლი, რომელიც მლოცველზე იწყებს მოქმედებას და ასევე პირადი ანგელოზის მეშვეობით აქვს შეწევნა ადამიანს. ბოლო ის უკანასკნელი, რომელიც აღნიშნეთ, ერთი არის ჩვენი დაცემული ბუნების კეთილი და ბოროტის ერთმანეთში აღრეულად მოდის ეს გულის სიტყვები და გზნობები და ერთი არის დემონური სამყარო, რომელიც შეტევას ახორციელებს. პირველი ორი, რომელიც მაგალითად ღვთისმიერია და მადლისმიერია, ანუ ლოცვაში რაც გზნობს, იცით, ადამიანი ამის ნაყოფად ამბობს, ეს არის აცოცხლებს მყისიერას ჩვენს ლოცვას, ანუ სიცოცხლეს იწენს. აი როგორც ადამიანს არ ვიცი ყველა მორწმუნეს ექნება, წესით ეს ხშირად უნდა იყოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხშირი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ბევრ შემთხვევაში ეს უკანასკნელი ისე ახდენს, ეს ორი უკანასკნელი ისე მოქმედებას, რომ ადამიანი ფაქტობრივად შეიძლება მთელი კვირის განმავლობაში გაფანტულად, გონება გაფანტულად ილოცოს და ამას დაარქვას ლოცვა. ანუ ეს არის რომ ლოცვა მოგპარა ბოროტმა და დემონმა, ეს იმას ნიშნავს, მაგრამ პირველი ორის ეს კიდე დაუბრუნდებით ნაყოფი, ერთი არ უაცოცხლებს ლოცვას და ყურადღებას აძლიერებს და განცდა საკუთარი ცოდვისა. აი ეს ყველაფერი ადამიანზე მერე შობს კიდე თავისთავად გლოვას, მობიერებას, გულშემოსრულებას და საკუთარი შეიძლება ისეთი ცოდვილიანობის ძალიან მაღალ სიღრმეებს განიცადოს ადამიანი. და თუ ეს სიღრმეები, თქვათ, წმინდანის შემთხვევაში ეს სიღრმეები, თქვათ, მრავალჯერ აღესრულა და საკუთარი ცოდვები მოინანია, მერე კაცობრიობის დაცემის სიღრმეს განიცდის და ეს მთლიანად ცრემლად ღურის. ესე წმინდანები ჩვენ რო ვიცით რომ ლოცულობდნენ, ფაქტობრივად მთელი კაცობრიობის დაცემას ეს საკუთარ თავზე განიცდიდნენ ღვთის წინაშე. ამიტომ ჩვენ ვამბობთ რომ ეს არის იწრო გზა, ეს არის გოლგოთა ლოცვა, როცა ადამიანი ლოცვას ამ წმინდა საქმეს ხელს მოკიდებს, ეს უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის სადაც ადამიანი უკან არ უნდა დაიხიოს. თორე უკანასკნელი იქნება პირველზე უარესი. აი როგორც უფალი ბრძანებს. ამიტომ მე ვფიქრობთ, რომ მოძღვრის კურთხევით ნენელა, ისე რომ ადამიანი თავიდანვე არ იცის ხელი რამხელა სივრცობრივ ლოცვას მოგიდოს, ანუ თავიდან რა თქმა უნდა საღვთო მადლის შეწევნა ადამიანზე და ცდილობს რომ ყველაფერი დაიწყოს, ერთბაშად მოგიდოს ლოცვას ხელი. ამიტომ მოძღვრის ყურადღებიანი ზედამხედველობით და მითითებით ჯობია რომ შესრულდეს მუდმივად ის ლოცვის კანონი. აი დილასაღამოს ლოცვა რომ იცე რომ ადამიანმა ამას თავი არ უნდა დაანებოს. თორე ძალიან საშიში მდგომარეობაა. რომ ყურადღებიანი ლოცვა ეს არის მთავარი არსი. ლოცვა რო ჩვენ ლოცვისული გავიგოთ, აუცილებელია ყურადღებიანი ლოცვა. ყურადღებას უნდა ახლდეს მოწიწება.
ამის გარეშე ამ ორი გრძნობის და განცდის გარეშე ადამიანი არ უნდა დადგეს პირად კანონზე, როგორც წმინდა მამები ამბობდნენ. მოწიწება და ლმობიერება უნდა ახლდეს. და მთავარი მიზანი აქვე ვიტყვით, რომ ყველა ლოცვისა და მით უმეტეს ახლა შეიძლება კითხვაც იყოს იესოს ლოცვაზე, რომელიც 2000-ლოვანი გამოცდილება აქვს. ყველა ამ ლოცვას მიზანი უნდა ქონდეს სინანულის გაღრმავების. და არა ისე რომ თქვათ ადამიანმა საკუთარი რაღაცა საფრთხო ხილვების ელტოდეს, რომ აი საფრთხო ხილვაში უნდადეს გასვლა და რამ ეს ძალიან საშიში მდგომარეობა. ადამიანი თუ ესე იწყებს ლოცვას, თან მით უმეტეს ლოცვის საწყისზე თუ ადამიანი, არა შუაში და არა ბოლოში, ხო? და ადამიანი თავიდანვე ცდილობს იმ წმინდა მამებთან ამოკითხული რამ თქვათ, ის საფრთხო ხილვების ღირსნი რო გახდნენ ლოცვისას, ეგრევე ცდილობს რომ ამას ესწრაფვის, მაგრამ არა. ამიტომ მოწყვრიან რომ აი დაწყებისას აუცილებლად სინანულისკენ უნდა ღრმავდებოდეს ადამიანი. როცა სავსებად ჩვენ ვნებებით, შეუძლებელია ჩვენ საფრთხო ხილვების, ანუ ან ვითხოვოთ, ან თუ ვითხოვთ, ჩვენ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენაა და ამიტომ ადამიანი ძალიან საშიში მდგომარეობაში ვარდება. ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა ამას. კეთილი მამო, მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. გამარჯობა. უკალმა დაგვიწყოთ. ისაუბრეთ. დიახ, გისმენთ, ისაუბრეთ, დაგლოცათ უკვე მამაომ, გაიხარეთ. დიახ. მე 12 წლის ვარ, ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა, სულ უყურებ ხოლმე, ძალიან მიყვარს. მადლობა. გაიხარეთ. მადლობა. მადლობა ნახვამდის. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის, ვისი მოხსენება არ შეიძლება პირად ლოცვებშიო? პირად ლოცვებში ჩვენ აუცილებლად უნდა შევეხოთ არაერთ ეპისტოლეს. მოციქულთა მეშვეობით გაჟღერებულია მთელი ეს მართლმადიდებელი, ის სულისკვეთება და ის ტრადიცია. თუ არ ვცდები წმინდა იოანე ღვთისმეტყველთან კათოლიკე ეპისტოლეშია, რომ თუ რაჟამს ილოცივდე, არა სასიკვდინოისა, ანუ რომელიც სასიკვდინოსთა ცოდვიდეს, მისთვის ნუ ილოცავ. საინტერესო სიტყვას ამბობს. სასიკვდილო ცოდვა უნდა ჩვენ შევეხოთ სასიკვდილო ცოდვას, რომ ჩვენ ვისთვის ვილოცოთ და ვისთვის არ ვიცილოთ. სასიკვდილო მდგომარეობა არსებობს საერთოდ ადამიანისთვის, რა არის მდგომარეობა? როცა ადამიანი ცოდავს, უნანელად და დღესდღეობით არ გააჩნია სურვილი, რომ ცოდვა შეწყვიტოს და მოიქცეს ცოდვისაგან. სასიკვდილო ცოდვაშია. მოციქულს თუ დავესესხებით, პირდაპირ ამბობს, რომელიც სასიკვდინე და ცოდვიდეს, ანუ მისთვის ნუ ილოცავ. ანუ ვისთვის რა მიმართულებით ვილოცოთ იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს. სასიკვდილო ცოდები ჩვენ ვიცით, ჩვენ თუ ყველა ლოცვაში დატანებულია და ვიცით სასიკვდილო ცოდები, ის 7 8 ის ვნება და სასიკვდილო ცოდვა თუ ადამიანი ამ მდგომარეობაშია, სასიკვდილო ცოდვაშია. ეს არის თქვა დასაბამს შეიძლება ჩამოთვალოთ, ამას იოანეს წინერიც 8 ჩამოთვლის და იმ ტრადიციას ეხება, რომ ზოგი 7 ამბობს, ზოგი 8 ამბობს, ეს არის მაგალითად ნაყროვანება, ვერცხლის მოყარეება, სიძვა, რუშება, რისხანება, მოწყენილობა, წუხარება, დიდების მოყარეობა და ამბარდავნება და ბევრ შემთხვევაში ამ უკანასკნელ ორს აერთიანებენ და ამბარდავნებას ამბობენ. მაგრამ მაშინაც სხვაობა თუ სიღრმისეულად ჩავაფიქრდებით. უბრალოდ თუ ამ მდგომარეობაში ადამიანი და დღეს არც ფიქრობს ამას, რომ არც არქმევს, რომ ეს ცოდვა და საერთოდ არც ფიქრობს, რომ შემოიქცეს, ესეთი ადამიანისთვის მიუხედავად მონათლულია ეს ხანგრძლივ ლოცვას ვერ დაიწყებ. თუ ვლოცულობთ ესეთ ადამიანს, კი არ ვლოცულობთ იმის რომ ცხონდეს. ცხონებისთვის რა თქმა უნდა თვითონ უნდა დადგეს ცხონების გზაზე და მერე შევეწიოთ ცხონების გზაზე და ვითხოვოთ ღვთისაგან. ესეთ ადამიანზე შეიძლება ეკლესია ლოცულობს რომ შემოექცეს ჭეშმარიტებასა. ეკლესიის ჭეშმარიტება შემოვიდეს, ანუ ღმერთმა დაუშვა სინანული ესეთ ადამიანს. ერთადერთი შეიძლება სინანულებით ხოვოთ ადამიანისთვის. ღმერთო რომ სინანული არის კარი, რომელიც მაგალითად მიუხედავად მონათლულია ამ სინანულით რომ საიდუმლოებებში შემოვიდეს. და ეკლესიის წიაღში მისთვის მნიშვნელოვანი გახდეს კაცთა მოდგის მკურნალი უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომ მას ჭირდება კურნება, მას ჭირდება ქრისტე. თუ ეს არ უდგას ადამიანს სასიკვდილო მდგომარეობა, ფაქტობრივად ქრისტეს გარეშე არ არის სიცოცხლე.
ანუ სიკვდილია ქრისტეს გარეშე. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ჩვენ ესე ვერ ლოცულობთ. როგორ შეიძლება ამ მდგომარეობაში ილოცო ისე რომ თქვათ ლოცვას თავისი მიზნები უნდა გააჩნდეს რისთვის და რა მიმართულებით ლოცულობს. ამ მდგომარეობაში ხო არ შემყარდება ადამიანი, რომ აი ღმერთო დაალოცე, ღმერთო ვაკურთხე, როდის დაალოცავს, როცა იმ ჭეშმარიტ გზაზე შემოექცევა. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ დილის ლოცვაშიც არის, რომ აი გზათა ჭეშმარიტებისაგან შემცდარნი. ანუ გადასული სხვა რამეც, აი ცოდვაში მყოფი ადამიანი, ღმერთო სინანული შემოიყვანე. განუნათლე გონება, რამე თუ გისნა შენ ჭეშმარიტი ღმერთი და თაყვანის გცენ. ანუ ეს არის დილის ლოცვის ის ერთ-ერთი მუხლი, რომელსაც ჩვენ ამის მუხლის ბოლოს მეტანიას, ანუ მუხლდრეკას ვაკეთებთ და მუხლდრეკით ვლოცულობთ ჩვენ. უბრალოდ ესეთი ადამიანებისთვის. ესენი შეიძლება სამწუხაროდ იყვნენ უამრავი ადამიანები ჩვენს გარშემო. შეიძლება ჩვენი ოჯახის წევრიც იყოს სამწუხაროა. როგორც ერთ დროს ჩვენც ვიყავით. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ სინანულის კარი რო გაუღოს, ესე შეიძლება ილოცოს ადამიანმა. რომ ღმერთო სინანულის კარი გაუღე ჩემ შვილს. ღმერთო რომ აი სინანული შემოექცეს და შენი ჭეშმარიტი მიმდევარი გახდეს. ისე რომ ჩვენ ბევრ შემთხვევაში ახლა სასულიერო პირები ვართ და დღეს გაგებული კარგად ვერ არის ჯეროვნა და ყველა ადამიანი მოსახსენებელს ტოვებს და მათ შორის უამრავი ადამიანია რომ სასიკვდილო ცოდვაშია. ამ შემთხვევაში ლიტურგიკულ ნაწილში სიმეონ თესალონიკელი ეხება, რომ თუ შენ ზუსტად არ იცი, რომ სინანულში არის, უდელო ნუ მოიხსენიებ, ეს რამეს გვეუბნება. ანუ პროსკომიდიაში, იმიტომ რომ პროსკომიდიაში წესით ვიხსენებთ იმას, რომელიც ქრისტეს სისხლში ჩადის, რომელიც ქრისტეს სისხლის ძვირფასია, ქრისტე ძვირფასია. ჩვენ ვიხსენიებთ ადამიანს, რომელიც სასიკვდილო ცოდვაშია და არ შეიძლება თვითონ სიმეონ თესალონიკელი ამბობს ამას. უბრალოდ ჩვენ იმ გამზრახვით ეკლესია ღმერთს თხოვს, რომ სინანულის კარი გაუხსნას. ამიტომ იმ მოსახსენებელში ჩვენ არ ვიცით პიროვნებები, ბუნებრივია, ვინც გზავნის, ის უნდა გაერკვეს, რომ ვისთვის და ვისთვის ლოცულობს, ვინ შეიძლება საღვთო ლიტურგიაში მოიხსენიოს. იმ განსაკუთრებულ ადგილას, სადაც უკვე მართლმორწმუნეები დგანან, ვისთვისაც ქრისტე ძვირფასია. რომ ისე ლოცვა ზოგადად ჩვენ პირად ლოცვებში, როგორც მკითხველმა იკითხა, პირად ლოცვაში შეიძლება კიდევ ამბობ, როგორც აღნიშნეთ, რომ ესეთი სასიკვდილო ცოდვაში მყოფი, ანუ კიდევ გავიმეორებთ, რომელიც სინანულისკენ არც ცდილობს და არც იყურება, თავისი მდგომარეობაშია ესეთი გამყარებული ცოდვის მიერ მდგომარეობაში, ესეთ ადამიანზე ღმერთს ვთხოვთ, რომ სინანულის მდგომარეობა დაიწყოს, სინანულად შემოექცეს ადამიანი. მაყურებელია ისევ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ისაუბრეთ ეთერში ხართ? გამარჯობათ, მადლობა ასეთი გადაცემისთვის. ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდგომში. ბიბლიის მიხედვით, როგორც ვიცით, ადამის ნეკნისგან შეიქმნა ევა და თუ შეგიძლიათ რაიმე გითხრათ ამ ნეკნის შესახებ, რომ რაიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს ამას, ამ სად შეიძლება მოვიძიოთ ამის შესახებ ინფორმაცია. მადლობთ. მადლობთ კითხვისთვის. ხო, შეიძლება უბრალოდ არაერთი ლიტერატურა, ანუ ეგზეგეტიკა, რომელიც იგივე განმარტება, თარგმანება ძველ ქართულად. გვერდისაგან თუ მაგალითად კონკრეტულად ინფორმაციას კითხულობ, სად შეიძლება მოვიძიო, პირველი შეიძლება ამით დავეხმაროთ. წმინდა იოანე ოქროპირის ვრცელი განმარტებაც არის, სხვათა შორის ქართული თარგმანიც არის და შეიძლება საეკლესიო მაღაზიებში რამოდენიმე ტომეულად ითარგმნა. მე ფაქტობრივად მე მგონი თუ არ ვცდები 30 თუ 40 ტომი, რომელიც აი ფუნდამენტური თარგმანებაა. შეიძლება იმიტომ რომ ეს არის ეკლესიის უდიდესი მამა, რომელთანაც ძალიან კაფეო და ღრმად ამოიკითხავს, შესაძლებელია ესეთვე. ან ხელმისაწვდომია ეს ლიტერატურა. ასევე არის საიტი, აი მაგალითად რუსეთის სამწყულო ეკლესიას აქვს საიტი exeget.ru, სადაც ამის შესახებ თუ რაიმე კომენტარი ყოფილა, ანუ თარგმანება, განმარტება კონკრეტული მუხლისა, შეიძლება 20 განმარტება მოიკითხოს. exeget.ru აი ამას თუ მიუთითებ, შეუძლია ამის შესახებ ნებისმიერი წმინდა წერილის მუხლი შეიძლება ამის შესახებ უამრავი განმარტება გამოიკითხოს. ხოლო რაც შეეხება ჩვენ რა ვთქვათ, ვერ გავცდებით ის ესეთი მკაცრად მიდევნებულ მამათა სულის მიერ განმარტებას. ერთი ის არის, რომ ის გარემოება, როდესაც ადამიანს რული მოგვარა რულია ეს წმინდა წერილში გაჟღერებული, იმიტომ რომ მამები ამბობენ რომ მისთვის რომ ეს
ტკივილის გამცდელი ყოფილიყო ის მოქმედება ღვთისა რომ მისგან ნეკნი ამოიღო შეიძლება შემდგომში ცოლის მოძულების საფუძველი და მიზეზი გამხდარიყო რომ იმ ტკივილს გაიხსენებდა რა არამსდო სიხარულის გამზიარებელი იქნებოდა არამედ შეიძლება იერიში მიეტანა საკუთარ მეუღლეზე რო შეახსენებდა იმ ტკივილს ამიტომ უნტკივნეულოდ მოხდა ეს და ამ ნეკნისაგან აღუშენა დედაკაცი იმიტომ რომ კაცისაგან იშვა დედაკაცი დღეს კი დღევანდელი მყოფობა ეს არის ადამიანის და ევას გამოდევნის შემდგომი პერიოდი, ანუ დაცემულ ადამიანურ დაზიანებულ ბუნებას, როგორც არაერთი მამა ამბობს, ანუ დაეცა რა მთელი სამყარო, ადამიანთან ერთად თანადაეცა მთელი სამყარო. ამიტომ ამის შემდგომ ჩვენ ვიცით, რომ როგორც სამოთხეში გაჟღერდა დედაკაცისაგან იშვება ადამიანი, მაგრამ ჩვენ ვიცით თავდაპირველად, ანუ ფაქტობრივად დედაკაცისაგან იშვა, უბრალოდ მამაკაცისაგან იშვა დედაკაცი. ანუ მამაკაცის ნეკნიდან აღაშენა შობა ესე რომ დავაზუსტოთ უფრო იმის ნეკნისგან აღუშენა დედაკაცს და ამიტომ ეწოდა დედაკაცი იმიტომ მოწოდებთ დედაკაცი და ამის შემდგომ უკვე ადამი ამბობს რომ ეს არის ძვალი ძვალთა ჩემთაგანი და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი რატომ რომ ადამიანმა ვერცერთ ცხოველში თავის მსგავსი ვერ დაინახა ეს ძალიან საყურადღებოა რომ იმიტომ რომ თავის ცოლის შემხედვარი დაინახა საკუთარი თავი საკუთარი თავი დაინახა მაშინ ადამიანმა უკვე რომ ეს არის ჩემნაირი აი ეს ვარ მე იმიტომ არის რომ რომელიც ღმერთმა შეაუყლა კაცი ნუ განაშორება ეს არის დიდი საიდუმლო რომელიც ერთ დროს ერთ სულ და ერთ ხორცს რომელიც ერთ დროს სამოთხეში აღესრულა დღეს ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიაში ჩვენ იგივე საქმეს ვაერთებთ ღვთის კურთხევით იგივენაირად ვაერთებთ კაცს და დედაკაცს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს და უბრალოდ კონკრეტული ეს განმარტებები და ეს კომენტარები შეუძლია რომ აი მე ვურჩევდი რომ აი თქვა იქ უფრო ცლად ნახავს იმიტომ რომ როცა მდიდარია ეს განმარტებითი მხარე ნებისმიერი ჩვენი მეზობელი სამოციქულო ეკლესია იყოს რატომაც არა ეს სიკეთეები უნდა დავისესხოთ ჩვენ და ძალიან ვრცელ კომენტარებს ნახავს როგორც წმინდანთა კომენტარები ასევე აქტუალური მოძღვრები ვინც ესეთი მეცნიერულად მუშაობენ ყველას აქვს ამის შესახებ გამოთქმული საკუთარი აზრი კეთილი გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი მარინე გვწერს ესეთ კითხვას. გამლოცეთ მამაო, ვარ სამი პატარა წიგნის ავტორი. ეხლაც ვმუშაობ, მაგრამ მუზაში, ასე ვთქვათ, მოვიკოჭლებ ამ ბოლო დროსო და აღარ მაქვს მუზაო. ლოცვებს კითხულობ, მაგრამ ამაოდ რამე ხერხს ხომ ვერ მირჩევდი თუ რომ ასე ვთქვათ, გონება გამეხსნასო და აზრები ჩვენ ყოველთვის რა თქმა უნდა რჩევა ერთია, რომ არა მხოლოდ მუზა და კონკრეტული მწერლობის მიმართულებით, არამედ ყველაფერში ჩვენ ღვთისგან ვითხოვთ შეწევნას. კონკრეტულ საქმის წინაშე რო ვდგევართ ჩვენ საქმის დაწყების ლოცვას ვკითხულობ ჩვენ. ანუ გონების ესე რო ვთქვათ სწავლის მოცემის და მომადლების ჩვენ ესეთი ლოცვები მოცემული გვაქვს. მე ვფიქრობ რომ გულდასმით და მთელი სულით მოწიწებით სიყვარულით როგორც ზემოთ აღნიშნეთ შეიძლება უფლისგან ითხოვოს, მაგრამ ეს მუზაც გააჩნია ეს ვთქვათ რა მიმართულებით წერს, აქაც შინაგანი ეს განწყობა როგორია, საკუთარი თავის ვთქვათ მაგალითად შეიძლება ადამიანი ეძიებდეს საკუთარი თავისთვის ესეთი აკადემიურ ტაჟს და რომელიც მიუღებელი, ანუ დამღუპელი მდგომარეობა შემდგომში, აი ვთქვათ შეიძლება წარმატება ნახო ერთი წიგნი დაწერო, მეორე წიგნი დაწერო და ფაქტობრივად ეს სულისკვეთება მისაღები არ იყოს ღვთისთვის, რაც უკან დგას. რასულისკვეთებითაც ხარ. თავარია რისთვის და რას ემსახურება. რა თქმა უნდა, მოყვას და გასახარად შეიძლება იყოს, სასარგებლოდ იყოს, მაგრამ დიდი სიმდაბლით და დიდი მოწიწებით უნდა იყოს გამსჭაული ეს. ღვთის სადიდებლად უნდა კეთდებოდეს, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს. თუ ეს ყველაფერი დაალაგებულია, რომელიც არ არის იული, თუ ეს სულისკვეთება და წამოსყარა წინ, რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანმა ილოცოს და მიეცემა, იმიტომ რომ რამე თუ კეთილად ითხოვს, რასაც ითხოვს. კი ბატონო, ელის ოქცერს ცხოვრობ ეკლესიურად, კითხულობ ლოცვებს, სახარებას, მოციქულთა წერილებს, ვეზიარები, მაგრამ მაინც გვძნობ რომ რაღაც მაკლიაო. რას მერჩევთ? და ეხლა სრულყოფილებას ვერ მივახცევთ. კიდევ ვამბობთ რომ ეს არ უნდა იქცეს ჩვეულებად. ანუ ეს რა ჩვენი შრომის ნაყოფი არ არის საფრთხო მადმოსილების მოვლინება.
ეს უნდა კარგად გავაცნობიეროთ და ქრისტიანმა კარგად უნდა დაინახოს. ის კი არა მეს გავაკეთე, როგორც მოციქულებს მიმართავს უფალი, რომ აი რაც ნაბრძანები თუ აღასრულეთ, ნუ იტყვით, რომ ეს ღირსი ვარ რომ მივიღოთ წვენი, ეს რაც მართებდა ის გავაკეთე. საჩუქარი ჩემი მისაცემელია. აი მამაზე იგავიც მაქვს, რომ ვის ეყოლება მწყემს იან მხნელი, მოვიდეს ბატონი და უთხრას, რომ დაჯექი ჩემთან ერთად ჭამი, არა. წადი გააკეთე და მერე მოდი. ანუ ფაქტობრივად ეს საკეთებელი, რასაც ვაკეთებთ, ეს უპირობოდ არ იძლევა იმას, რომ თქვათ, რომ ამის წილ მე მადლი მომეცი. იმიტომ რომ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ესე რომ თქვათ უხეში გამონათქვამი ღმერთი ვაიძულოთ, რომ შენ მეღირსი ვარ საღვთო მადლმოსილება მომადლე. ყველა წმინდა მამა იმ დიდ სათნოებებს და იმ დიდ საქმეების შემდგომ ამბობდა ღირსიც არა ვარ, რომ შენი საღვთო წვენის ღირსი გავხდე უფალო. შინაგანი სიმდაბლე უნდა და შინაგანი უღერსების განცდა. ის რომ დღეს ხელი მოუკიდე და სახარების ორი თავი შევასრულე, თქვათ მოძღვრის მიერ დაკისრებული მორჩილება ძალიან ღირსეულია, მაგრამ ეს წინამძღვარია, რომ საღვთო მადლმოსილებამ დაიწყოს მასზე მოქმედება. მაგრამ ის რომ მე შევასრულე და მყისიერად ელოდები, აბა ღმერთო სადახარ რატომ არ მაძლევს, ესეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად არ შეიძლება, აბსურდულია. ეს დამოკიდებულება ქონდეს ქრისტიანს. უბრალოდ ჩვენ ვასრულებთ და ერთ-ერთი წმინდა მამის შეგონება, რომ ამის ღირსიც არა ვარ უფალო, რომ მე მადლის ღირსი გამხადო და მომცე. ეს ლოცვები ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სინანულს ემსახურება, სინანულიში გაღრმავებას. და თუ გონია ადამიანს, რომ თქვათ, უკვე ღირსია, რომ განსაკუთრებული მდგომარეობა, უკვე მადლმოსილება და სულიწმინდის მოქმედება აღესრულება, როცა ღმერთი ისათნოებს ადამიანს და მის მართლა ჭირდება და ანუ დაინახავს მის სინანულს, გულწრფელ სურვილს გამოსწორებისა, გულწრფელ სურვილს ღვთისათნო ცხოვრების, გულწრფელ სურვილს ღმერთთან ყოფობის. ყისიერად მადლის მოქმედება აღესრულება ადამიანს. იწყება და ისიც შეიძლება მძაფრი იყოს, რომ აქ აღარ დადგეს საკითხი, რომ აი თვლად ვერ გზნობ თავს კარგად, სრულად მოქმედების ქვეშ არის ადამიანი. მაგრამ უბრალოდ ეს, რომ აი მე ამ ყველაფერს ვასრულებ და მე რატო არ მაქვს ესე არ ვაყენებ ჩვენ. რა უნდა გავაკეთოთ იმის წილ, რომ ჩვენ ეს ამხელა წვენი მივიღოთ ღვთისაგან. ამიტომ ვურჩევ მკითხველს, რომ აღასრულოს მთელი მოწიწებით, მთელი სიყვარულით და ღმერთო იმის ღირსიც მადლობა შენ, რომ მოძღვრის კურთხევით ჯერ ხატის წინ მდგევარ და უბრალოდ კანონს აღვასრულებ და წმინდა წერილს ვკითხულობ მე. წმინდა წერილს ქრისტეს შესახებ, მის სასაულს, მის ცხოვრებას, მის მოძღვრებას კითხულობ და რამხელა წვენია ჯერ მარტო ამ ჩვენს წინ მდებარე რაც არის, რასაც აღვასრულებთ, ჩვენ ამასაც ყურადღებას არ ვაქცევთ. თითქოს და რაღაც უფრო შემდგომ მელოდები. ის რომ შენ წმინდა წერილი გადაშალე და უფალი გესაუბრება, რამხელა პატივია, ჯერ მარტო ამით მადლიერებით უნდა გავივსოთ. მადლიერებით რო ავივსებით, მერე აუცილებლად ადამიანზე იწყება სული წმინდა ღმერთის მოქმედება. ანუ ყოვლადწმინდა სამების მოქმედება, იმიტომ რომ მცირეზე კმაყოფილს დიდზე დავადგენ, უფალი ამბობს. და ამიტომ ეს მცირე ღმერთმა შეიწიროს თქვენი ეს მცირე ლოცვა დავარქვათ და ესე ნუ მოვითხოვთ იმპერატიულად, რომ იცი რა, რომ მადლის სად არის, ამას ვასრულებ და რატომ არ არის. დიახ. კეთილი, მაყურებელი ყავს, ისევ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ, დაასვით კითხვა. დიახ, საღამოშვიდობის. რამე რომ შეგეკითხოთ ის ვეროსაც ჯვარი და ეს ჯვარი უნდა რომ შვილიშვილს აჩუქოს მერე. ახლა შეიძლება თუ არა იმის სახელი აწერია ბებოს სახელი, მაგრამ მეორე გვერდზე შეიძლება დააწეროს იმ შვილიშვილის სახელი. შეიძლება რომ აჩუქო ეს შვილიშვილი. მადლობა. ჩუქები შეიძლება, ჯვრის ჩუქება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საერთოდ სასულიერო პირი როცა კურთხევას ავასრულებს, იქ სახელდებითაც მოიხსენიებს, ანუ კონკრეტულად, ანუ შეწევნას ითხოვს, იქ კარგად თუ გავაჭრებთ იმს, შეწევნას, წარმატებას და ცოდვათა მოტევება. ზოგადად ამ მოხში გაჟღერებულია, რომ ღმერთო შეეწია ამ პიროვნებას, მაგრამ ჯვარი ნაკურთხე, ეს ჯვარი ნებისმიერ ადამიანს თუ სწორი მიმართულები ის, რომ მაგალითად მე ჯვარი მაქვს, შეიძლება ჩემს სახელზე სამი ჯვარი მქონდეს და ადამიანს არ ქონდეს, შეიძლება ერთი ეს სიწმინდე გადასცე ადამიანს და როგორც ნაკურთხი ჯვარი დაიგიდოს. იგივე ძალმოსილება აქვს, იგივე კურთხევა აქვს, იგივე მფარველობა აქვს ამ ჯვარს და შესაძლებელია მიეცეს. მაგრამ როცა უკვე სახელდებით არის და რაღაცა ესე
შეიძლება ან თქვათ რელიკვია, როგორ თქვათ უბრალოდ შენდობას ვითხოვ, ის სიწმინდე როგორც მის სახელზე სახსოვრად ატაროს. შვილიშვილმა. ხო არის რომ ადამიანი თქვა მაგალითად მერტმა ყოველას დიდხან სიცოცხლე მისცეს მაგალითად ადამიანმა დატოვა ეს სოფელი, მაგრამ ის ჯვარი რომელიც აღდგეს და შვილმა და შვილიშვილმა ატაროს, სრულებით შესაძლებელია. ესეთი კითხვა არის მამაო. ესე იგი, როდესაც ადამიანი ასარებას ამბობს, ეზიარება, ლოცულობს და მაინც არ აქვს შინაგანი სიხარული. და აი რაღაცა სულ ცუდად არის მაინც, აი რა არის ამის მიზეზი და როგორ შეიძლება თავი დააღწიოს ამ მდგომარეობას? შინაგანი სიხარული არ არის საკითხი როგორ დგას, რომ თუ მანამდე ქონია საინტერესო ამ ადამიანს შინაგანი სიხარული. ის პირველი მდგომარეობა უნდა გაიხსენოს, რომ ის დამოკიდებულება, რაც მეტად მოწიწებითი იყო თავდაპირველი აღზრდულობა და თავიდან, ანუ იმიტომ ამბობს ეს კითხვიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ მანამდე იყო სიცავსე სიხარულის და მე აღარა ვამბობ და აღარ არის ეს. არ არის. ესე იგი, რაღაც დროს იყო, იმიტომ რომ ამ არ ყოფნა შეიძლება ვიღაცამ ყოფნა და არ ქვას სიხარულის, ხვდებით? ამიტომ არის რომ ეს სიხარული რომ დავიბრუნოთ, კლავის მოწიწება და გულშემოსრულება უნდა იყოს. ეს მდგომარეობა რომ შეინარჩუნო, მეტად ყურადღება უნდა ადამიანს. საკუთარი ცხოვრების მიმართ ყოველდღიური ეს იქნება ლოცვა იქნება, საკეთებელი იქნება თუ რა, სიფხიზლე და შინაგანი, აი ამ დროს წმინდა მამები ურჩევენ, აი მაგალითად ჩვენ იესოს ლოცვას ვამბობთ, ხომ? იესოს ლოცვა შეიძლება ღრმად, ანუ შინაგანი შრომა, სულიერი შრომა ჭირდება. გარეგნულად შეიძლება ვთქვათ, აი ესეთი დიდ ცოდვებს და მკვეთრ ცოდვებს, რომელიც მთელი ცხოვრების პირველ ნაწილში ადამიანი ვთქვათ ატარებდა და მე ამ ყველაფერზე უარი თქვა და გარეგნული ჩამოშორდა ეს ცოდვა, მოდი ესე ვთქვათ, აგძელებს, მაგრამ სულიერად ვეღარ იცდება და გზნობს გაჩერებული. აი ვთქვათ მაგალითად 10 წელი ენით აუწერელი სწრაფვა ქონდა, წინსვლა ქონდა, სიხარული ქონდა. მაგრამ 10 წლის მერე თითქოს და ერთი დაიწყო, ერთი 5 წელი რაღაცა ერთი არაფრის თითქოს და არაფრის მომცემელი, ვეღარ მიდის წინ. და ესეთი არაერთ ქრისტიანს ემართება და არაერთ ადამიანს. და აი ამ დროს თითქოს და აი მამები გვეუბნებიან გარეგნული რაკიღა დიდი შენ მკვეთრი ყველაფერი ჩამოიშორე და ქრისტიანულ ცხოვრებას დაადეკი, ეხლა სულიერად განვითარებისკენ მოგიწოდებს. აი მაგალითად სულიერი ლოცვისთვის არაჩვეულებ განთვლილი იესოს ლოცვა. რაღაცა გარკვეული დრო გამონახავს ადამიანი, მიეცემა ვთქვათ მოძღვრის ლოცვა კურთხევა და ის პირადი ლოცვა და პირადი სულიერად ჩაღრმავება ადამიანმა საკუთარ თავში. ძიება ღმერთთან ურთიერთობის. რომელიც საფუძველს იძლევა მთელ სიხარულის, წყარო სიხარულის არის უფალი. ის რომ ჩვენ მაგალითად სულიერად არ ვითარდებით და ესე არ მუშაობთ ამ მიმართულებით და რაღაცა გარკვეულად მივედით ამ ყოველ აღსარება ჩავაბარეთ, კიდევ ერთ-ერთი ისე კითხა რომ აღსარებას ვაბარებ, ვეზიარები ხომ თუ არ ვწდები და ის სიხარული არ არის. ესე იგი არის რაღაცა რომ ჩვენ რაღაც ეტაპამდე მივიდით, რომ განვითარების რაღაც სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს ადამიანი. ანუ ესე რომ ვთქვათ, გარეგნული რაღაცა დატოვე, მერე უკვე შინაგანზე უკვე აქცენტი გაკეთეს და უკვე ადამიანი ყოველთვის წინ უნდა მიდიოდეს ქრისტიანი. ამიტომ მოძღვართან ურთიერთობით შეიძლება ამაზე საუბარი, ვთქვათ, მაგალითად უფრო ვრცლად, რას გრძნობს, როგორ გრძნობს, მაგრამ აუცილებლად რაღაცა გარკვეულ საფეხურზე დგას ეს ადამიანი. და განვითარებისკენ მე ვუსურვებ ღმერთმა დაალოცეს, რომ აი სულიერი განვითარების კიდევ ახალი საფეხური, რომელიც დიდ სიხარულს მოუტანს. კეთილი. ესე იგი, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანისთვის ზიარება სასჯელიო? აი დასასჯელად ზიარებაო რო იტყვიან ხოლმე. მაგალითად პირველი სახარებიდან ყველა შემთხვევაში ჩვენ სახარებიდან უნდა ამოვიდეთ, რაც აუცილებლად სასჯელს გამოიწვევს, როცა ადამიანს არ ურიგდები და ეზიარები. რომელიც მას მიდიოდეს და ანუ საკურთხეველსა ზედა უფალი ამბობს და მოგეხსენოს უკვე თუ ძმაი შენი გულძვილ შენზე რაიმე არს, დაუტევე, ანუ უყურეთ, სხვებს გვეუბნება დაუტევე, მიდი და შეურიგდი. ანუ ჩვენ ერთმანეთის სიყვარულზეა უფალი მოგვიწოდებს, რომ თქვენი სიყვარული უფრო დიდი შესაძლებელია ჩემთვის. ანუ სიყვარული ის რომ შეიძლება იმ დროს დიდი სიყვარულით ვერ შეიყვარო, მაგრამ მზად იყო რომ სიყვარულის დასაბამი რა არის, რომ უტევებ და აქედან იწყება სიყვარულის მოქმედება.
თავიდანვე შეიძლება სიყვარულის მაღალი საზომი ადამიანს ეშლება ხოლმე, რომ აი მიუტევე და როგორ შევიყვარო, ხო? ეს რაღაც პროცესია, მაგრამ თუ გულწრფელად მიუტევე, ეს უკვე დასაბამია, რომ ის მოყვას იკვლავ სიყვარულის იმ სფეროს შემოვიდეს და შენს განისწავლები. ანუ უფალი ფაქტობრივად პირველი საშელი აქედან შეიძლება დავინახო თვითონ უფალი გვეუბნება, რომ ვერ მივიღებ ესეთ მსხვერპლს, შენ თუ მოყვას არ ორიგდები. ან არ პატიობ მოყვას. აი გულფიცხელი ხარ ესე რომ თქვა და ესე მოდიხარ. და ესეთი ზიარება ყისიერად სასჯელი იქნება. სხვა მიზეზებიც არსებობს. ეს სხვა მიზეზები და ზოგადად შეიძლება საერთოდ შეიძლება ვთქვათ ესე არ ჩამოვთვალოთ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვით, თავარ განცდას ვიტყვით, როგორ უნდა მივიდეს წმინდა იოანე ოქროპირის დავესესხებით, ჩვენ თუ გვინდა ღირსეულად ვეზიაროთ, სინდისი სუფთად იქონიე. სუფთა სინდისი უნდა გიმოწმებდეს, რა იმ დროს აი მაგალითად ქრისტიანს სინდისის ქენჯნა არ უნდა ქონდეს და ეს ქენჯნა შეიძლება გამოწეული იყოს რაღაცა არაწმინდა დამოკიდებულებით ის წინადღები, მის წინადღები თქვათ რაღაცა თავი ვერ შეიკავე, საჭმელია, ნებისმიერი გართობა ზღვარგადასული რამ ჩვენი ყოფა ქცევა, მაგალითად და მივდივართ. სინდისი ამ დროს ქენჯნას იწყებს. აი შინაგანად შენი სინდისი გიმოწმებს, რომ რაღაცა თლად ვერ არის კარგად. აი მღელვარება თუ შემოვიდა სინდისის მღელვარება, აი წმინდა იოანე ოქროპირი გეუბნება, რომ ღმერთი გელაპარაკება, რომ თლად აი ის ღირსება არ არის, რომ ჩემი სისხლი და ხორცი მიიღო. მეორე მხარეს არ ვამბობთ, რომ აი დამდგარა საკითხი, რომ აი ვინ არის ღირსი ზიარების, მასე შეიძლება ღირსი ვერ გახდე, ხო? ანუ რა უნდა გააკეთო ის, მაგრამ უკვე გაკეთებულია შენ თუ სუფთა სინდისის მიხედი. აქამდე უნდა რომ ღმერთმა დაგვიყვანოს სუფთა სინდისამდე. ქენჯნა თუ არის, იმიტომ არის რომ აღსარებას ვამბობთ, ეს გულწრფელად უნდა აღმოთქვას. ქენჯნა მოიხსნება, დამშვიდდება ადამიანი და მშვიდად უნდა მივიდეს ზიარებას. და თუ ეს ვთქვათ განცდა არ არის სუფთა სინდისის, რა თქმა უნდა უკვე დასაშელად შეექმნება. მაგრამ პირველი იქ რომ უფალი ყველას მოგვიწოდებს რომ ძმა თუ გულწვილარს რაიმე შენთვის მივედით და შეურიგდით. ეს აუცილებელია, რომ ბევრ შემთხვევაში ახლა ჩვენს გარემოცვაში უამრავს აქვს კონფლიქტი, რაღაც ან თავის მეგობრთან შეიძლება მოუხდეს, ან ნათესავთან მოუხდეს, ნებსით თუ უნებლიეთ, მაგრამ ამას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს, იმიტომ რომ სიყვარულისკენ მოგვიწოდა. უფალმა თვითონ აპატია ყველას, მის ჯვარცმელებს პატიობდა. ანუ ჩვენ მაგალითს გვაძლევს, რომ ანუ იქ ჯვრიდან ამბობს, რომ მამაო მიუტევე. აი ჩვენც ესე უნდა ვიყოთ, ესე უნდა მივდიოდეთ, რომ მიუტევე და გულით, ღმერთო მომეწიძალო, რომ გულით მიუტევო. ჩვენ ამის მეცადინეობაში იღებს საფრთხო ჯილდოს იღებს ქრისტიანი, რომ ისე შეიძლება მსმენელმა თქვას, რომ ეს ხო ძნელია, მაგრამ შენი განწყობა თუ დახვდა და ამაში მეცადინეობ ეს ჯილდო აქვს ისაკან, მე მიხვდები, რომ ეს რთული არ ყოფილა. ჩვენ რწმენა უნდა ქონდეს და იმედი ღვთისა, რომ ამ ძალასაც მივიღებთ. ცოტა ვრცელი თემაა ის, რომ აი როდის ღირსეული ვარ, როდის უღირსი, მაგრამ ზოგადად შეიძლება აქცენტები დავსვათ, რას უნდა მიაქციოს ყურადღება მორწმუნე ადამიანმა. კეთილი, მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დამლოცეთ მომებო საღამოშვიდობის. ერთი ასეთი შეკითხვა. პეპიეჩე მახსოვს რომ გადგავდა ხოლმე ნათლისღების ღამეს გარეთ აივანზე ქილიცავს ეწყალს თავახტილს და ამბობდა რომ ეს ქილი აი ეს წალი არის ნაკურთხი და მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებდა ხოლმე გაბევრებით, რა თქმა უნდა. და რამდენად შვებია ეს? უღრმესი მადლობა. მადლობა, გაიხარეთ. რა არის ისეთ ზოგადად ეს აზრი არაერთხელ არის გაჟღერებული, რომ აქ მხოლოდ ქილას არ ვეხებით, რომ ნათლისღებისას მთელი წყლები იკურთხება. ეს აზრი. და როგორ უნდა გავიგოთ, შეიძლება შევეცადოთ ყოველ შემთხვევაში ჩემს ცხოვრებაშიც დამდგარა, იმიტომ რომ ეს საკითხი რომ უშუალოდ ის წყალი იკურთხება, რომელშიც თქვა მღვდელი შეეხო, ჯვარი ჩავიდა, წმინდა ჯვარი ჩავიდა, შესაბამისი ლოცვები შესრულდა, საიდუმლო აღსრულებითი ლოცვები და ის წყალი იკურთხა. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი აიაზმის წყალი, რომელშიც წმინდა ჯვარი ჩავიდა, რომელშიც წინ უძღოდა მღვდლის მიერ ჯვრის დასახვა წყალში, ანუ ჯვრის სახის გამოსახვა
შესაბამისი ლოცვები და კურთხევა. ეს არის დიდი აიაზმის წყალი. მაგრამ როცა უკვე დიდ მასშტაბში მაგალითად შეიძლება ეგეოსის ზღვაც იკურთხოს. აი როგორც ათონის მთა, მაგალითად ესაზღვრება ეგეოსის ზღვა, სადაც ჯვარი ჩვენ ტრადიცია ვიცით, რომ მთელი მონასტრები ძირითადად სანაპიროზე მდებარეობს ეს მონასტრები, ანუ ჯვარი ჩადის და აკურთხებენ თვითონ ზღვასაც აკურთხებენ. აუცილებლად კურთხევა უნდა ამას. ანუ აღსრულება იმ ყველა ქმედებისა, რაც დიდი აიაზმისას ჩვენ მითითება გვაქვს უნდა შევასრულოთ. ესე რომ ვთქვათ, ის ქილა ნაკურთხია, რომელიც ბებიამ გადგა, ეს ფართო გაგებით შეიძლება თქვა ნათლისღებაა და წყლები იკურთხა. ესე შეიძლება თქვა უფალმა აკურთხა, მაგრამ მას საიდუმლო აღსრულებითი ლოცვა უნდა შეუსრულდეს აუცილებლად, შესრულდეს. და ჯვარი უნდა ჩავიდეს, იმ საერთო ნაწილი უნდა იყოს, ამ წყლის ნაწილი უნდა იყოს ის ქილაში მოქცეული, სადაც ეს ყველაფერი შესრულდა. ამიტომ ჩვენ აქედან გამომდინარე შეგვიძლია უთხრათ, რომ ეს ქილა უნდა აივსოს აიაზმის წყლით, რომელიც და არა ჩვეულებრივი წყალი აავსო და დადგა. გარეთ დადგა ბებიამ და იცი რა, ნათლისღებაა და ეს წყალი ნაკურთხია. ვერ ვიტყვით, რომ ეს წყალი ნაკურთხია. რა თქმა უნდა. მაგრამ ეს მაინც ეს საკითხი მსჯელობით საგანი რა უბრალოდ არის, რომ გააჩნია რა გაგებით უთგებით, იმიტომ რომ მე არაერთხელ გამიგია, რომ აი ამ დღეს მთელი წყლები ნაკურთხია, მაგრამ ის წყლები აუცილებლად იმ წყლებს შესაბამისი ლოცვა უნდა და შესაბამის ქმედებები რა, რომ წყლებზეც საუბრობთ. კეთილი. ქეთევანი გწერს, როდესაც ადამიანს აღსარების თქმა უჭირს, ევედრება უფალს წმინდანებს ღვთისმშობელს, რომ შეეწიოს აღსარების თქმაში, მაგრამ მაინც ვერ დგამს ნაბიჯს. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს? საერთოდ აღსარების თქმას აუცილებელია, რომ გულწრფელი განცდა იყოს ცოდვისა. თუ გულწრფელი განცდა ცოდვისა, გულწრფელი განცდა იქიდან, რომ დიდი ტკივილი შეგრძნება, ცოდვა არის ტკივილი, რაღაცა ზიანი, რომელიც სულიერი ზიანი მიადგა. და ქენჯნა აქვს ადამიანს. თუ ეს გულწრფელი აუცილებლად აღსარებაში ეს დაეხმარება, მივა მოძღვართან და აუცილებლად აღიარებს. თუ ვერ აღიარებს, ესეც არ არის გულწრფელი სინანული და განცდა არ უძღვის ამას. კი ხვდება, რომ რა ცოდვებია. რაღაცა თავის გარშემო და თქვა ცოდვაში იღებს მონაწილეობას, მაგრამ ბოლომდე არ აქვს გადაწყვეტილი ადამიანს, რომ მაგალითად ამ ცოდვას და საერთოდ ცოდვილ ცხოვრებას თავი დაანებოს. სინანულს ისეთი მოქმედება აქვს, რომ აუცილებლად ნებისმიერი მოძღვარი ქუჩაშიც რომ დაინახოს, მივადა ეტყვის, რომ მამაო ტკივილი მაქვს და დამსახური ხარ და მე შემიძლია ვაღიარო. თუ წინ უძღვის ის კომპლექსი, რომელიც ეს წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოროტი ცდილობს, რომ კომპლექსი შექმნას და სირცხვილი მოძღვართან მისვლისა. მაგრამ აი ეს კომპლექსი და ეს სირცხვილი ილახება, როცა გულწრფელი განცდაა. საკუთარი ცოდვისა, რომელიც დააძლევინებს ამ სირცხვილს და ამ განცდას. პირველი ახლა არამხოლოდ ამ კითხვას, არამედ ყველა ჩვენთაგანი ცხოვრებაში აუცილებლად ეს განცდა იყო, გადასალახი. ყველა თუ გაიხსენებს პირველ აღსარებას, იმიტომ რომ ჯერ ადამიანური ფაქტორი მოდის. პირველი რომ აი მიდიხარ და შენთვის იმ დროს უცხო ადამიანს კი მუდელმსახურია და უნდა ჩააბარო შენთვის მნიშვნელოვანი ის არასწორი გადადგმული ნაბიჯები, რომელიც მხოლოდ შეიძლება მარტო შენ იცოდე. ეს ნაბიჯები. და ამაზე იწყებს საუბარს. პირველი ადამიანური ფაქტორი ბუნებრივია მოდის, მაგრამ თუ ჩვენ ღრმად დავეხმარები ამ ადამიანს, რომ გავაცნობიერებთ, რომ ეს ადამიანი, რომელიც ჩვენთვის პირველ რიგში უცხოა, მაგრამ იქ უნდა გავითვალისწინოს, რომ ღვთისმსახურია და მასთან ნათქვამი ღვთისწინაში აღიარება. ეს არის საიდუმლო, როცა თვითონ მღვდელს კი არ აინტერესებს ჩვენ რა ცოდვები გვაქვს. მღვდელს აინტერესებს ჩვენი გულწრფელი სინანული. რომ მღვდლისთვის ჩვენ არ წარმოვადგენთ რაღაცა, თქვათ, მან შენს წინაშე რაღაცა ესეც კეთილ განწყობა დაკარგოს, ან თქვათ, მე გახდეს მიზეზი რაღაცა ზიზღისა ასენ შენ, რომ პირიქით უფრო დიდი სიყვარულის ნიშანი ხდება ხოლმე ადამიანი გულწრფელად რო აღიარებს. მე მინდა რომ დავეხმაროთ ამ ადამიანს, რომ ყველაფერი გადაილახება. გულწრფელად მივიდეს უბრალოდ და გაითვალისწინოს, რომ რამხელა რამ უნდა მოეხსნას, რამხელა საიდუმლოში შედის. და ვფიქრობთ, რომ ძალიან გაუადვილდება ამ ადამიანს, თორე ეს განცდა ყველას მქონია, მეც მქონია პირადად და ყველა ჩვენთაგანს იმ კითხვას ვეტყვით, რომ ეს გადაილახება. კი ბატონო, რატომ არის აუცილებელი აღსარება ცოდვათა მისატევებლად? რითი მტკიცდებაო ესო?
და ჩვენ რომ გულწრფელად ღვთის წინაშე მოვინანიოთ, ისე არ გვაპატიებს ღმერთიო? ანუ აუცილებლად ღვთელთან მისვლა არის საჭირო, ამას კითხო. დიახ, ანუ საიდან მტკიცდება, ბევრი ადგილია პასაჟია წმინდა წერილში, ჩვენ ვიცით რომ თავარი ერთი ვთქვათ, რომ უმფალთან ყველა მისული ძირითადი ნაწილი არის, თქვათ, ცოდვილი დედაკაცია ვიყოთ, რომელიც საკუთარ ცოდვილიანობის განცდით მიდის. და გინდაც პეტრე მოციქული ვთქვათ, რომელმაც სასწაულით ეშჭერა ნახა და ცოდვილი ვარ კაზმფალო განგასჩენგან. ანუ განცდა ცოდვისა ბევრგან ვხედავთ, რომ საკუთარი ცოდვის განცდით მიდის ადამიანი. აქედან გამომდინარე, ეკლესია დებს აუცილებლად, რომ წინ უნდა უძღოდეს საკუთარი ცოდვის განცდა და აღიარება მისი. ამხსარებლობა, რომ ადამიანმა მიიღოს მიტევება. თუ ადამიანს არ აღიარებს, რაღა უნდა მიეტევოს. და თუ არ აღიარებს და თვლის, რომ მართალია, მას მკურნალიც არ ჭირდება, ანუ იმართლებს თავს, როგორც ფარისევლების და მწიგნობრების მდგომარეობა იყო. რატომ ამბობ, თავარი საფუძველთა საფუძველი, შორს რომ არ წავიდეთ უბრალოდ. თვითონ უფალი ამბობს, პირი ჭეშმარიტებისა, წყარო ჭეშმარიტებისა ამბობს, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფევლიცადა. შეინანეთ და სინანული როგორი, მისატევებელად ცოდვათ სინანული. და იქვე იორდანის წყალში იოანე ნათლისმცემელი უმზადებდა სინანულის წყალი იყო. ეს არ მიმტევებელი არ იყო იოანე ნათლისმცემელი, რომ ნათლს წემდა. ანუ სინანულის მიმნიჭებელი წყალი იყოს. იოანე ნათლისმცემელი წყაროა ამისა, მკითხველისა, ჩვენ აი გავიხსენოთ იოანე ნათლისმცემელი ამბობს, რომ ვინ გიჩვენათ, ანუ სილტოლვა მიმართავს წიგნობრებს და ფარისევლებს, მერმისა მისგან რისხვისა. ანუ ვინ გიჩვენათ? ნუ ფიქრობთ, რომ გაექცევით იმ რისხვას, რომელიც მოიწევა, ანუ უცოდველ ადამიანს, ანუ უпростоრად ცოდვილ ადამიანზე, რომელიც არ ნანობს. ანუ ეუნება, რომ ნაყოფი ყავთ სინანულისა. შეინანეთ, თორემ რისხანება მოიწევა თქვენზე. ამიტომ სინანულის გამზადება იყო, რომელმაც შეინანოს, მან მიიღოს მიტევებაც, ანუ მიტევება რა არის? ანუ უფლის ცეცხლით და სულით, ანუ ნათლობა. წინ უძღვის აუცილებლად ცოდვების აღსარება და აღიარება. ეს ადამიანები მიდიოდნენ და აღიარებდნენ ცოდვებს იორდანეში. და იოანე ნათლისმცემელი დამოწმებელი იყო, ესეც სახია იოანე ნათლისმცემელი. შემდგომში უკვე მუდლობა ჩვენ ვიცით, რომ პეტრე მოციქულს ჩააბარა გასაღები სასუფევლისა, წინ უძღოდა ამხსარებლობა პეტრე მოციქულის, ანუ შენ ხარ ძე ღვთისა, კურთხეულისა. და პირდაპირ ამბობს უფალი, რომ შენ მასისხლმა და ხორცმა არა, შენ ადამიანური ნააზრევი კი არ იყო და შენ მხოლოდ შენ დაინახე ეს, რომ შენ მიხვდი ამას. ღმერთმა ეს მადლმოსილება დაუშვა, რომ ღმერთმა გათქმევინა ეს, რომ ეს არის ჭეშმარიტება. ამიტომ იქვე ეუბნება, რომ რასაც გახსნი პეტრე ქვეყანასაზე და გაიხსნება ზეცაში. აი გამხსნელობა მოციქულებს ჩააბარა. მოციქულთა მადლმოსილებას ატარებს თითოეული მღვდელი. სამოციქულო მადლს ითხოვს მართლმადიდებელი ეკლესია ეპისკოპოსების მეშვეობით გამორჩეული კანდიდატს ესხმევა ხელი, განსაკუთრებული მსახურების. ეს ხელდასხმა იგივე სიტყვა, რომელსაც ეუნება პეტრეს იესო. რომ აჰა გასაღები, გახსნი მიწაზე გაიხსნება ზეცაში. ამიტომ ჩვენ შევდივართ რა გასაკუთარი განცდით სინანულისა, აღიარებით საკუთარი ცოდვისა და ტკივილისა და გახსნა რა ქვეყანაზე გაიხსნა მღვდელმა, აი ზუსტად რაც ხელმწიფება დიახ, რაც ხელმწიფება მოენიჭა, გაიხსნა და ზეცაში იხსნება. მყისიერად გულწრფელი ამხსარებელი თქვათ, თვითონ მე ვისურვებ, რომ მკითხველმას თვითონ საკუთარ თავზე განიცადოს ეს საოცარი სიხარული მიეტევოს მოციქულებს. ხო, და იქვე ეუბნება, რომ იქვე ვეტყვით ჩვენ მკითხველს, რომ საკუთარ თავზე დაეგანიცადოს ის სიხარული, გულწრფელად აღიარებული აღსარება, მივა მუდმსახურთან მისვლაში გეხმარება ისიც, რომ ისიც რომ ღვთისმსახურია და დადგენილია მის მიერ. და თუ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიდიხარ და ანუ მთელი სარწმუნოებით, მთელი მოიმედე იღებ მონაწილეობას, ამ სარწმუნოების ჯილდოდ ცოდვათა მიტევება ეძლევა. უტევებს და ძალიან დიდი სიხარული ივანებს ადამიანში. ანუ ბევრ ადგილას შეიძლება ჩვენ წმინდა წერილიდან უბრალოდ ახლა შეიძლება ვნახოთ ეს ადგილი, ეს პასაჟები სად ჩანს, იმიტომ რომ ცოდვის აღიარება და ცოდვის მიმტევებლობა. და იქაც მაცხოვარი ამბობს, რომ თუ ძმამ შენმა შეგწოდა,
ანუ მიუტევე. ანუ მიმტევებლობაზე აქვს საუბარი. საერთოდ ადამიანმა ადამიანსაც უნდა მიუტევოს. მაგრამ ის რომ თქვათ ის ცოდვა, რომელიც არის ცოდვა რომ მოიხსნას ადამიანისა, აი ის პეტრე მოციქულის საყდარზე, ანუ პეტრე მოციქულის მემკვიდრეებს გადაცემული აქვს და მოციქულებს ქონდა გადაცემული ეს მოხსნის და გახსნის დაახსრულდეს. რა თქმა უნდა, მდელმსახურები, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესია აკურთხებს დიახ. თან ისედაც ახლა თუ ადამიანს სინანული აქვს, რატო არ უნდა მოუნდეს? თუ გულწრფელი სინანული აქვს, რატომ არ უნდა მოუნდეს მოძღვერთან მისვლა და აღსარების თქმა? ის ხო ყველა ხერხს ეძებს, ოღონდ კი ეპატიოს ღვთისაგან და ასე ვთქვათ, ყველა გზას დაადგება ამისათვის. გავაგზავნოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის, ესე იგი, შეიძლება თუ არა შაბათ კვირას წირვის დასწრების მერე ორივე დღეს ვეზიაროთ, ანუ შაბათსაც რო ვეზიაროთ და კვირასაც. დიახ, რა თქმა უნდა, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით შესაძლებელია. ვინ იყვნენ ქრისტეს 70 მოციქულიო? 70 მოციქული იყო ქრისტეს, ჩვენ ვიცით მაცხოვრის ლუკა მახარებელთა, რომ წარევლინა 70-ნი, იგი ორ-ორი წარაგზავნა, რათა თითოეულ ქალაქში ეკადაგათ მაცხოვრს. ორ-ორი წარაგზავნა. და ის მაცხოვრის მიერ 70 დადგენილია, ის პატივი არ არის 12 თაგანს ქონდა ის პატივი. უშუალოდ ჩვენ ვიცით წინასწარმეტყველება ესეც ძველახტმაში არის, რომ 12 წარსვალი ნახა ებრაელმა ხალხმა მოსეს წინამძღვრობით და იქ ნახეთ 70 ფინიკის ხე, რომელიც წინასახეობრივიც იყო აქ მოსწავება, რომ ანუ 12 წყაროსთავი 12 მოციქული, რომ განსაკუთრებულად თვითონ უშუალოდ მაცხოვარმა გამოირჩია, ის 70-თაგანიც გამოირჩია, მაგრამ ბევრი მათგანი შემდგომში შეუერთდა 70-თაგანი. მაგალითად, ლუკა მახარებელი 70-თაგანია, მაგრამ პატივი აქვს მახარებლობის. და არაერთი პავლე მოციქულის მიერ გამორჩეული უამრავი, რომელსაც ჩვენ მის ეპისტოლეებში ხვდებით, კლიმენტი, ერმი და ასე შემდეგ, უამრავი. დიახ. და უშუალოდ ეს პატივი 70-თაგანისა ძალიან დიდია. 70-თაგანი მოციქულისა, უამრავი მათგანი მოწამეობრივად აღესრულა, ეპისკოპოსები იყვნენ და სამოციქულო ღირსებას ატარებდნენ არა როგორც 12, მაგრამ მოციქულთა მოციქულებს უწოდებთ ჩვენ, მოციქულთა მოციქულები. კეთილი, შეიძლება თუ არა ერთი კვირა, ორი კვირა უზიარებელი იყოს ადამიანი და ლოცვას აცდენდეს. ცოდვადმეთვლება, მშობლები არ მიშვებენ ტაძარში, სულ კამათი მოგდეს ერთმანეთში. და ნუ ცოტა გრძელი კითხვა არის, მაგრამ ძირითადად ეს აზრი არის რა, რომ არ მიშვებენ მშობლები და აქვს ამ ადამიანს კამათი და ჩხუბი ვერ ძლებს ზიარების გარეშე, თუ არ ვეზიარე, ვერ ვლოცულობო და ასე შემდეგო. დიდი კითხვა და შევამოკლე, იმედი არ ეწყინება თეო გწერს. დიახ, საერთოდ ცოდვა ის არის, როცა ჩვენ უნდა შევახსენოთ ადამიანს, რომ ცოდვა ის არის, როცა ადამიანი სრულებით მიეცემა ამ სოფლიურ ფიქრს, საფიქრავს და მიწიერ საზრუნავს, რომელიც მაგალითად ადამიანის ცხოვრებაში აღარ იქნება, ანუ მზერა ზეცისკენ და უფლისაკენ. თუ ადამიანი მაგალითად კიდევ ამბობ ორი კვირის განმავლობაში შინაგანად მიელთვის საღვთო მშვენიერება, საღვთო სიკეთეებს, მიუხედავად დღეს ამყოფიერებაში ვცხოვრობ და მისი მთავარი მიზანსწრაფოა ეს. ორი კვირა უზიარებლობა კი არა, წმინდა მამები ყოფილან ერთი წელი ყოფილან უზიარებლები და მარიამ ეგვიპტელი ცხოვრებაში პირველად ერთხელ ეზიარა და ისე გავიდა. მაგრამ მისი მთავარი რა იყო, ცხოვრების შეცვლა და იქით ტრფობა ზეციურისკენ. თუ ეს გულის წადილია, კიდევ ამბობ, ორი კვირა და სამი კვირა შეიძლება არ იყოს და მიზეზი იყოს. თუ ჩაკეტეს ეს ადამიანი, თუ ჩაკეტილია პირდაპირ გაგებით და შველას ითხოვს, რომ აი ფიზიკურად უკვე ჩაკეტეს, ეს როგორც ამხსარებლის სახელი ისე დაედება. მაგრამ თუ ეხლა ისე რომ აი მხოლოდ სიტყვით რომ არ წახვიდე შვილო, მან ბევრი საშუალება გამოძებნოს, რომ თავისუფლად გავიდეს ისე რომ მაგალითად ტაძარშიც მიიღოს მონაწილეობა, ღვთისმსახურებასაც მიიღოს მონაწილეობა. მაგრამ ყველაფერი არა, როცა ადამიანი ესეთი ეკლესიური ცნობიერებით არის, ღმერთი აძლევს შეწევნას, რომ მისი ოჯახის წევრებიც დამშვიდნენ და ისე რომ შეეგუონ მის ქრისტიანულ ცხოვრებას. ყოველ შემთხვევაში ხელი არ შეუშალონ, იცანი თუ ქრისტესკენ არ შემოიქცევიან. ეს ქრისტიანობის პირველ წლებში უფრო მძაფრად იყო ეს, რომ ახალი ესეთი ქრისტეს მიმდევრები, ახალი ესეთი კრებული
გაჩნდა და გამრავლდა ეს ხალხი და მაშინ წარმართული ეს აზროვნებისთვის ძალიან მიუღებელი იყო და ამიტომ უპირისპირდებოდნენ და იმ დონეზე რომ ფაქტობრივად სიცოცხლესაც ხელყოფდნენ როგორც წმინდა ბარბარე საკუთარმა მამამ მოაკვდინა ხო მაგრამ დღეს ვფიქრობ რომ ეს ძალიან იშვიათია რომ შენ მაგალითად ეკლესიაში გინდოდეს და არ გიშვებდნენ მაგრამ ვეთყვით ჩვენ რომ ყოველ შემთხვევაში 2 კვირის მერე იყოს და ნახოს მოძღვარი და შეიძლება მიიღოს წმინდა ზიარება ის რომ მას დიდი დაბრკოლება ქონდა და ვერ მივიდა საღვთო ლიტურგიაზე ეს რა თქმა უნდა საპატიო მიზეზია იმისა რომ გაგებული იქნება ყველანაირად მიუხედავად იმისა წადოდა ადამიანს საღვთო ლიტურგიაზე დასწრება თავარია ჩვენი წყურვილი საიდგენა ვარ თორე ღმერთი ყველაფერს ისე მოუწყობს რომ დაეხმარება რომ ჩვეულებრივ ლიტურგიაზე თავისუფლად იაროს მაგრამ თუ ერთი მეორე მხარე აქვს რომ თუ ეს უბრალოდ ადამიანი მიზეზებს და ამისთვის მიზეზად იხდის და ცოდვა ხო არ არის ან არის ცოდვა თუ ესე აყენებს ეკლესიური ცხოვრება ესე არ უნდა დავაყენოთ ჩვენ რომ აი უკვე ჩვენ გარეშე რაღაცა მცირე მცირე მიზეზი დიდი გავხადოთ და იცი რა ამის გამო ვერ მოვედი და ანუ ფაქტობრივად ემსგავსება რომ აი პირველი მეორე კლასელი ბავშვი რომელსაც თქვა მაგალითად შეეზარა გაკვეთილი და იცი რა რომ ამის გამო ვერ ვისწავლე ამის შეიძლება რაღაც ამ შორის მისაღები მიზეზები იყოს მასწავლებელი დაითანხმოს მაგრამ ფაქტთან მივედი ჩვენ რომ სწავლა არ უნდა იმ დროს სწავლისთვის არცალია და ჯერ სწავლისკენ არ არის ბავშვი აი მთავარი არის რომ რამდენად ქრისტესკენ არის ადამიანი და რამდენად სწორად მიდის და ვითარდება. თორე ის რომ საღვთო ლიტურგიაზე ყოველ კვირა თქვა რა თქმა უნდა მოწრის კურთხევით თუ ვერ ეზიარა შეიძლება 2 კვირაში ერთხელ მიიღოს იარი. კეთილი მამაო, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები, როგორ დავიცვათ თავი განკითხვის ცოდვისაგანო? რაც დღეს ასეთი აქტუალურია. განკითხვის ცოდვისაგან შეიძლება ითქვას რომ განკითხვა წმინდა იოანე კროპერი ამბობს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა და სიამაყის შედეგია განკითხვა. პირუკური ხალხიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ განკითხვისგან იცავ მაშინ რომ შენ თავზე დიდი წარმოდგენა აღარ იქმნი და სიამაყის წილ სიმდაბლე შეიძენს ადამიანს. სიმდაბლე წარმოიშობა სინანულისაგან ნაყოფია სინანულისა სიმდაბლე რომელიც მხოლოდ საკუთარ თავის ცოდვილიანობას განიცდის ადამიანი. ამიტომ ადამიანს ესეთ ადამიანს თქვათ განკითხვისთვის დროც არ აქვს და განკითხვასაც გაურბის თვითონ მდგომარეობაა რომ განკითხვა მისთვის ძალიან შორს დგას. განკითხვის სული მაშინ უახლოვდება ადამიანს როცა საკუთარ თავზე უკვე რაღაც გარკვეულ წარმოდგენას და გარკვეულ იმას შესცენს და აი როგორც ერთ-ერთმა მკითხველად ასვა რომ აი მე ამას ვკითხულობ როგორც ფარისეველის მდგომარეობა როგორი იყო მაშინ ხო ფარისეველი შევიდა ტაძარში და მეზვერე შევიდა უფალი ამბობს ანუ ეს ადამიანი უყურეთ სიამაყის რამხელა ის არის ნაყოფზე ლაპარაკობდა ანუ თითქოს და იმ კეთილი საქმეების ნაყოფზე რა უჯერო არაფერი არ უთქვამს ანუ კვირაში 2 გზის ვმარხულობ ათეულს ვწირავ ლოცულობ არ ვარ როგორც ფარისეველი გინდაც ეს მეზვერე ანუ უყურეთ სიამაყესად იყო უკვე მეზვერესაც განიკითხავდა რომ ეს საფუძველი გაიხადა როგორც სიამაყის და სრულყოფილების და ამიტომ შედის განკითხვაში ის გაუმართლებელი გამოვიდა უფალმა და გამართლებული მეზვერე ანუ ის ზემოთაც არ იყურებოდა იმიტომ რომ საკუთარ ტკივილს ხედავდა ანუ კლასიკური მაგალითია რაც მაცოვარს მოყავს ეს მეზვერესა და ფარისევლის მდგომარეობა გამართლებული რომელი გამოვიდა. ანუ ჩვენ თუ გვინდა განკითხვის სულისაგან ვიხსნათ თავი, საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს. და ლოცვა უნდა იყოს მიმართული ზუსტად სინანულის ძიება და საკუთარი თავის სიმახინჯეების და თავში სიმახინჯეების დანახვა და მანგიერებების. ამიტომ ესეთი ადამიანი განკითხვის სულისაგან უკვე ძალიან შორს დგება. თორე ის ჩვენს გარშემო ახლა გინდა არ გინდა რეალობის წინაშე ვართ და ჩვენს გარშემო ბევრი ისეთი ვთქვათ უკვე სამწუხაროდ იმდენი უკეთური ქცევას ვხედავთ ქუჩაში გინდა თუ რა არის უბრალოდ ადამიანმა ისეც ზღვარი ძალიან ფაქიზი ზღვარია სად განიკითხო სადან განიკითხო ადამიანი თორე საქციელი ჩვენ განშიც უნარი გვაქვს საქციელი შეიძლება შეაფასო ადამიანმა მაგრამ ეს საქციელი არ უნდა განავრცო არ უნდა მაგალითად შეურაცხყოფა მიაყენო მოყვას არ უნდა გმო მაგალითად შეიძლება მოყვასისგან გამოვიდეს უკეთური საქციელი მაგრამ შენ თუ იტყვი რომ ეს გააკეთა ამან უკვე განიკითხავ ანუ რეალურად განავრცე ეს ცოდვა რომ ეს ესეთია ანუ ამან ეს გააკეთა ანუ ამან მოიპარა და პარაობის სრულად მის თლიან პიროვნებას პარაობის იარლიკი დაადე
როცა ბევრი სიკეთეებია და რამ მიიყვანა მაგამდე არც წინაპირობები იცი შენ და არც ხვალინდელი დღე არ იცი რა მდგომარეობა ექნება ადამიანს. კონკრეტულად შენ ცნობიერებაში ეს ადამიანი როგორც მპარავიცე შემოვიდა, ანუ განკითხვის სული უკვე შენშია. განიკითხე. ამიტომ ბევრი ცოდვა რომელიც მაგალითად ჩვენში არის და ცოდვებთან ერთად მაგალითად ადამიანი ცხოვრობს, ანუ ღმერთი ამ ცოდვის მიხედვით ესე არ გიყურებს, რომ შენ ესეთი ხარ. შენში უყურებს ის რაც ქმნილებაში დასაბამშივე არის და რისთვის ახარ მოწოდებული. ანუ თუ ადამიანს აი ჩვენ საშუალებებს ვეთყვი როგორ შეიძლება არ შევიდეს განკითხვაში რომ თავარი საწყისი უნდა დავინახო და ადამიანი რისთვის არის მოწოდებული და როგორი ბრწყინვალეა თვითონ პიროვნება და ვისგან აქვს სიცოცხლე მინიჭებული. თუ ამ მიმართულებით მიუდგებით კიდევ ამ ჩვენ აღვივსებით უფრო თანალმობით ანაგრძნობით და ჩვენ ის ცოდვა რაც დავინახეთ მისგან გამოსული ეს ზუსტად დაარქმევა რომ ბოროტისგან იყო გახელებული და ბოროტია ავტორი ამ ცოდვის. Qua imanasrolina. და ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ქვის მსროლელი ის არის. რამ განაპირობა, რამ მიიყვანა, როგორი ცხოვრება ქონდა. მამები ამასაც მიუთითებენ გამკითხველს რომ შე რა იცი როგორ მდგომარეობაში, რა ყოფაში იყო. ან იქნებ ვინმე დააბკოლა სიტყვა. დააბკოლა, ან თქვათ საერთოდ მშობლების ზედამხედველობის მიღმა გაიზარდა, საერთოდ ისეთ გარემოში იყო, რომ თვითონ არ ქონდა კეთილი მაგალითი ადამიანს და უბრალოდ რაღაცა ისეთი მრუდე ცხოვრებას დაეჩვია. მაგას რომ ისე ის მაგალითი რაც ჩვენ ოჯახში ქონდა, მაგას არ იზავდა. ჩვენ რა ვიცით წინაპირობები რა უცხოდათ. ანუ ჩვენ ეს პიროვნება არ უნდა მივიღოთ როგორც იმ სახელით. ყველას ერთნაირად ერთ ჭრილში არ უნდა მივოდოთ. დიახ, აი მე კიდევ საზოგადოებას ვეთყვით იმას რომ გვეძლევა საშუალება რომ ის რომ ჩვენ შეფასება უნდა გავაკეთოთ. გინდათ საერო მოვლენა, ეხლა ჩვენ როცა ქრისტიანები ვართ, კონკრეტული მოვლენა უნდა გავარჩიოთ სახარების შუქზე. სახარების შუქზე უნდა გაარჩიო რომ ეს მიუღებელია. ანუ მაგალითად ეს აქციელი ჩვენ რო დავინახეთ ეს მიუღებელია. მაგრამ ეს აქციელის ავტორი, ამ ავტორის უშუალოდ ეს კი არ არის, ბევრი რამეა განმაპირობებელი და ამიტომ ამას კი არ განვიკითხავ. უფალო, შეეწიე რა. დღეს თუ მტრობს ქვეყანას, ამას ვერაცნობიერებს. უყურეთ მაცხოვარი რას ამბობს, არა იციან მამაო რა საიქმან. ნახეთ რა საოცარი სიტყვა თქვა, არ იცის. არ იცის ადამიანი. შენ რატო არ ქმევ ქურდს? კი ქურდობა გამოვიდა მისგან, მაგრამ ქურდი არ არის, ხვალ ქურდი არ იქნება, ხვალ შეიძლება ვერ შეწვდე. იმ ხელა ხარისხი კონდეს მას. ამიტომ მე რამენაირად თუ შევძელით დახმარება, უბრალოდ რა აქცენტები გააკეთოს ადამიანმა რა. კეთილი მამაო. გიორგი გვწერს ხო ამანამდე გვაქვს ესე იგი ესეთი კითხვა ნინო გვწერს ქრისტე ამბობს მამა ჩემის სახლში მრავალი სავანეა. რა სავანეებზეო საუბარი და სად არის ეს სავანეებიო? მრავალი სავანე, ესე არ უნდა გავიგოთ, რომ იქ ცალ-ცალკე სავანეებია, მაგრამ აქ შეიძლება მამები როგორც ხედავენ ამას, როგორც ხარისხს, ხარისხები, ანუ სულიერი ხარისხები იქაც არსებობს, იმიტომ რომ იერარქიულობა დაცული, ჩვენ ანგელოზ და იერარქია შევეხოთ, ვიცით რომ 9 იერარქიაა, 9 საფეხურია და იქაც აი თქვა მაგალითად წმინდანების აქაური ღვაწლი. ვინ როგორი მისაგებელი მიიღო, იქაც იერარქიაა. იქ არავის არ ექნება არსობრივად ღმერთმა ყველა აწყოვნოს ვინმეს თქვათ ის განცდა რომ აი თქვათ შურის ან ასე შემდგომ რომ იცი რა ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში არა ყველა სიხარული ექნება მაგრამ სიხარულის ხარისხებიც იქნება ვინმე თქვათ ანგელოზურად ცხოვრობს ან სამონაზონო ღვაწლი იტვირთა და მან როგორც მონოზონმა იცხოვნა სული რა თქმა უნდა უფრო დიდ მისაგებელს მიიღებს ამ სოფლიურზე ბევრზე თქვა უარი რიგითი ქრისტიანი რომელიც ამ სოფლიური მაგალითად ამ სოფელში რაღაც ვალდებულებები ქონდა ოჯახური ცხოვრება, მაგრამ ოჯახური ცხოვრებით მაგალითად მიიღო ცხონება, ღმერთმა ყველა აწყოვნოს და ქრისტიანულმა მიიღო ეს პატივი და ღვთისგან ეს ჯილდო, რა თქმა უნდა, მასზე აღმატებული ის მონოზონი იქნება, იმან თუ მონოზნობაში იცხოვნა სული. ამიტომ მრავალი სავანები, როგორც მრავალი ხარისხები შეიძლება გავიგოთ. მრავალი სავანენი არის მამისა ჩემისა სახლში. და მრავალი სავანე ისიც რომ მიმართავს, ის რომ მათთვის არ ყოფილიყო განცდა იმისა, რომ თქვათ რაღაც ნაწილი, ვინც მოინდომებდა რაღაც გარკვეული, თქვათ სივრცეში, თქვათ ვერ დაეტევდა ასე. თითქოს და ადამიანურად ეუბნება, რომ იქ მრავალი სავანია. ნუ დარდობ. ყველასთვის გამზადებულია მრავალი სავანია მამის სახლში. წინა კონტექსტში კარგად დავინახავთ.
რომ ადამიანმა არ იფიქროს, რომ განცდა იმისა, რომ აი თქვა ეს თუ მაგალითად იხწვის და ცხონდება, აი მაგალითად ვიღვაწო და ჩემთვის რაღაც ადამიანური ფაქტორი შემოვიდეს, რომ ის აი ჩემი ადგილი შეიძლება არ იყოს. მრავალი სავანია, მაგრამ არაერთი გაგება, არაერთი განმარტება, როგორც ხარისხებზე არის მითითება აქ და ასევე ბევრ ამაზე რა და შეიძლება მკითხველმა ამის შესახებ კომენტარებიც ნახოს. შესაბამისი მამების. კეთილი გამარჯობა მაქვს საშინელი მდგომარეობა ყოველდღე გულში მომდის ბოროტი გულის თქმები საყვარელ ადამიანებზე და ყველაზე ზოგადად განსაკუთრებით როდესაც განრისხებული ვარ. ვიცი შეიძლება დავეხმაროთ ამ მიმართულებით ადამიანმა გულხურვალეთ უნდა ილოცოს, რომ ღმერთო განმათავისუფლეს ბოროტი და ვინძორი გულის თქმებისაგან. იმიტომ რომ მთლად ისე არ არის, რა თქმა უნდა, იერიში ბოროტის მხრიდან არის, რომ გონებაში შემოგვს ესეთი უკეთური დაცემული აზრები, რომ ადამიანი შეაფერხოს სამოღვაწეო ასპარეზზე, ქრისტეს გზაზე და შემოდის არაერთი წმინდა მამასთან ვიცით ჩვენ, რომ თქვათ მაგალითად ბოროტი გულის თქმების და გულის სიტყვების ქარცეცხლში გამოიარეს უამრავმა მამებმა. აი თქვათ ვიღაცა 10 წელი ებრძოდა ეს გულის თქმა. აი ანტონი დიდის ხსენება, რომ რამული 14-15 წელი არის სიძვის მნებაზე საუბარი, რომ ეს გულის თქმა, გულის სიტყვა მასში იბრძოდა. განა ის იყო ამ მდგომარეობაში, ან ამ ცოდვაში ნურციყოფი, მაგრამ ეს გულის სიტყვა შემოდიოდა. ამიტომ ეს უცხო არ არის. თუ შემოდის, არ იფიქროს, რომ რაღაცა, თქვათ, მე ვარ უკიდურესად ესეთ მდგომარეობაში არა. მოღვაწეების ადამიანში ვირა ეტაპზეა, ვისთან როგორი ხარცეცხლია ბრძოლისა, უბრალოდ ყურადღებით უნდა იყოს, ამ მიმართულებით გულხურვალეთ უნდა ილოცოს ღვთის წინაშე. რომ გულის სიტყვები ვინცური, კეთილი და ღვთისათნო გულის სიტყვებით შეიცვალოს. მაგრამ ბევრ შემთხვევაში ხოლმე ეს გულის სიტყვები მაინც ჩვენში პოულობს ფესვს. იმიტომ რომ არაერთი მამა ამბობს, რომ შინაგანად შეიძლება, აი ვთქვათ, მაგალითად ადამიანი მიჩეულია გარყვნილობისაკენ ლტოლვა, მაგალითად ადამიანს აქვს და ესეთი გულის სიტყვები ნახულობს ბოროტი რა და მძაფრი იყო, სანამ მაგალითად ეკლესიაში მოვიდოდა ადამიანი, ეს ლტოლვა მგზნებარება და ისევ იგივე გულის სიტყვებით უახლოვდება ადამიანს, რომ მაქსიმალურად ის ცეცხლი დაანთოს, კვლავაანთოს ის ცეცხლი. ამიტომ ნუ შედრგება რომ ყველა გულის სიტყვა აუცილებლად როგორც მებრძოლ მხედარს ღმერთი ჯილდოთ მისცემს სიმშვიდეს გულის სიტყვების სიმშვიდე მოვა და მყუდროება დაისადგურებს. ძალიან მალე თუ გულხურვალეთ ილოცებს. შეიძლება ერთ დღეში ორ დღეში არ იყოს, მაგრამ არაერთი წმინდა მამასთან ვიცით, რომ აი მოვიდა სიმშვიდე, მარიამ მეგვიტელის ცხოვრება შევეხოთ 15 წელი გულის სიტყვები და აღწერს. მოდიოდა ჩემზე როგორც აი ქარცეცხლი, როგორც ქარიშხალი, დავეცემოდი პირდაღმა და ვერც ვევედრებოდი და მოვიდოდა ამ დროს, როცა გადავიწურავდი, თითქოს და იმედი იწურებოდა, მოვიდოდა ენით აუწერელი სიმშვიდე ღვთისა. ეს ხო რეალურია ხომ ჩვენ ამას რო ვიგებთ. ამიტომ არ უნდა შევშინდეთ და არ უნდა შედერგეს ადამიანი, რომ ეს თითქოს და რაღაცა ჯანსაღ პროცესთან მივყევართ. განა ის რომ კარგია ეს რომ მოდის, მაგრამ ეს არის რომ ამის მერე აუცილებლად გება წარმატება. მართლა დაალოცოს რომ ბოროტი გულის სიტყვა კეთილი გულის სიტყვით შეიცვალოს. ამისთვის ილოცოს. გიორგი გვწერს, რითი მტკიცდება, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა? რითი მტკიცდება ქრისტიანობა, რომ ჭეშმარიტი რელიგიაა, თვითონ უფალი ამბობს, მე ვარ კარი, ცხოვართ. ჩემი ერთო ვინმე შემოვიდეს და გამოვიდეს, საძოვარი პოვოს. მე ვარ გზა და ანუ მაცხოვრის მოსვლით ერთია რომ განკაცება, მაგრამ თვითონ მაცხოვარი მოწმობს, მე ვარ კარი ცხოვრებისა. მე ვარ გზა ჭეშმარიტებისა, სცნად ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება მან გიხსნათ თქვენ. ანუ ზუსტად საკუთარ თავზე ამბობს, რომ ზუსტად ქრისტეზე გადის ცხოვრება, ქრისტე არის ცხოვრების წყარო, ქრისტეზე გადის ცხოვრება და თვითონ არის გზა. რა თქმა უნდა. აი ამას უნდა ირწმუნო ჩემო კარგო, ეს არ არის ფიზიკის კანონები, რომ არგუმენტებით დაამტკიცო და არა, არგუმენტები უბრალოდ ვეძებოთ. გულში უნდა იქცეს. ის ამხელა მოვლენა მაცხოვრის განკაცება, ხო? ამხელა მოვლენა ხელური სასწაულები, რომელიც დღესაც მაცხოვრის გულკლიაში აღდგომის ადგილას, სადაც საფრთხე ცეცხლი გარდამოდის. ის რომ ქრისტე განკაცდა და მოვიდა, ღმერთი განკაცდა, ჭეშმარიტად მოვიდა და ვიქადაგა
და აი მცხონების გზა დაგვიდო, ზუსტად ეს არის ქრისტიანობა. მისი მიდევნება, ანუ სადაც მე ვიყო, იქ თქვენ იქნებით, მოციქულებს ეუნება. რომელიც შემომიდგეს მე, ანუ იხილოს ნათელი. არავიდოდეს ბნელსა შინა. ანუ ქრისტე არის წყარო ნათლისა, წყარო ჭეშმარიტებისა, წყარო ცხოვრებისა. და ეს ამ კარზე საუბრობს, მე ვარ კარი. იმიტომ არის ჭეშმარიტება ქრისტიანობა და იმიტომ არის რომ აი ამ ეს კარი ჩვენთვის კარია და ამ ჭეშმარიტების გზაზე ვცდილობთ რომ გამტკიცდეთ და ვიაროთ ჭეშმარიტების გზაზე. ვიცი შეწევნით. კი ბატონო. სხვა სარწმუნოებებში მომხდარა თუ არა სასწაულებიო სხვა რელიგიებში? სასწაულს ორი გაგება აქვს. სასწაული, რომელიც მოწმობს, რომ ჭეშმარიტების გზაზე გამტკიცდე ან ჭეშმარიტებისგან შემოაქციოს და სასწაული არის, რომ შეიძლება ჭეშმარიტებისაგან ადამიანი განაყენოს. სასწაულმა. ეს სასწაული აი ამ სასწაულებს მიჯნავთ, რომელი არის ბოროტისგან და რომელი ღვთისაგან. თუ ვინმე იტყვის, რომ ბოროტისაგან როგორ შეიძლება თვითონ უფალი ამბობს, მეორედ მოსვლის ამბობს, რომ მოვიდეს, ანუ ცრუ ქრისტესნი გამოჩნდეს, მოციქულები ამონენ და ყოფდნენ ნიშებსა და სასწაულებს, ანუ ზეცით. ქრისტეს მოსვლის წინ ეს სასწაულებზეა საუბარი. მაგრამ ეს სასწაულები არ იქნება მომაქცეველი ჭეშმარიტებისაგან. სასწაულები იქნება ეს, რომ დემონ შეუძლია, რომ ხილულ სამყაროში რაღაცა ნიშნები გამოავლინოს. მაგრამ ეს ნიშნები არ მიიყვარს ღმერთთან. ეს ნიშნები იმ ჭეშმარიტებას მოწყვიტავს უყურადღებო ადამიანს. ის რომ კითხველმა იკითხა, რომ სასწაულზე, ხო? სხვა რელიგიებში შეიძლება ვთქვათ მაგალითად ნახო ეგზორციზმი, უამრავი დღესაც რა ვიცი ვიდეოები იდება ვნახე რომ რომლებიც ქრისტიანულ ეკლესიაში არ არიან და თითქოს და კადრებს ხედავთ რომ დემონებს დევნიან. მაგრამ ესეც ერთგვარი საწორია. დემონმა შეიძლება სათავის მოაწყოს ისე რომ ადამიანები ჭეშმარიტებიდან გადმოიყვანოს რომ უჩვენოს რომ თითქოს და ეს არის ჭეშმარიტება არა. ჭეშმარიტება არის ქრისტიანულ ცხოვრებაში. სინანულის გზით, ეკლესიის მიერ დადებული გზა, რომელიც არის და რომელშიც ჩვენ მადლი შეიძლება მოვიხვეჭოთ, აი ცრუ ბოროტს აქვს ცრუ ნებისმიერი, რაც ღვთისგან შექმნილია, მსგავსი ესე რომ ვთქვათ ტერმინს გამოიყენებს სუროგატი, რომ აჩვენოს რომ თითქოს და ჭეშმარიტება აქ არის. დემონ შეუძლია საკუთარ თავზე აჩვენოს რომ ადამიანში აღზრას, ისე შმაკეულობა, რომელმა ადამიანმაც მისცა საშუალება და სხვა ადამიანებს შეუქმნას, ანუ ვთქვათ, მცირედ მორწმუნე ადამიანებს, ესე რომ ვთქვათ, გამტკიცებულები არ არიან იმ ჭეშმარიტებაში, რაც ეკლესიურ ცხოვრებას ვამბობთ, ადამიანებს შეუქმნას ის ილუზია, რომ თითქოს და აი ამ წიაღშია და ამ სივრცეშია ჭეშმარიტება. რომ თვითონ გამოვიდეს ადამიანისგან, რომ ადამიანებს აჩვენოს რომ იცი რა რომ აი პროტესტანტულ ეკლესიაში ქრისტიანულ ამ მიმდევრობაში არის ეს ჭეშმარიტება. კი ბატონო. თეო გწერს ასეთი კითხვა აქვს ესე იგი. სიზმარში ღმერთს რომ პირობას დაუდებ, ის პირობა უნდა შეასრულო? ძალიან ნერვიულობ და არ ვიცი როგორ მოვიქცე, არ ვარ საქართველოში, თორემ მოძღვარს კითხავდი და დაველაპარაკებოდიო. საერთო შეგონების თანახმად წმინდა მამათა სიზმარს საერთოდ ჯობია რომ არენდოს ადამიანი, იმიტომ რომ იქა ძალიან ფაქის გარჩევა, რომელია ღვთისგან, რომელია დემონისგან. ამიტომ თუ ვინმე საერთოდ არენდობა, როგორც წმინდა იოანეს სინელი ამბობს, ეს გამოცდილი ადამიანი. ამიტომ აქ იმაზე აღარ ვსაუბრობთ, რომ სიზმარში ანახა და რა შეასრულოს, რა არ შეასრულოს. ჯობია რომ საერთოდ სიზმარი არ მიიღოს, როგორც აი რეალური და უტყუარი ჭეშმარიტება არ მიიღოს ეს. ჩვეულებრივ განაგრძოს ქრისტიანული გზა. მას ყურადღება არ მიაქციოს. ეს გიორგი გწერს ისევ, ესე იგი, აი, ვინც დაგვესვა კითხვა რელიგიების შესახებ, ეს რელიგიის შესახებ, რატომ არისო ჭეშმარიტებას რითი ამტკიცებსო და ანუ აგრძელებს კითხვას და გვეკითხება ასეთ რამეს, რატომ სხვა რელიგიები, რატომ არსებობს ამდენი რელიგიაო? საიდან შეიქმნა ამდენი რელიგია და ყველა ცრუაო? ეხ ამდენი რელიგიის სხვადასხვა ადამიანები არიან, რომლებიც თქვათ მაგალითად ჭეშმარიტებას არ იღებენ და ვიღაცისთვის რაღაცა რთულად მისაღები ხდება, იმიტომ რომ იმ სარწმუნოებით არ იღებს იმ ჭეშმარიტებას, რომელიც უფალმა მოიტანა, ამიტომ იწყებს ყველა ადამიანი საერთოდ რელიგიურია. ანუ ლტოლვა აქვს შემოქმედისკენ, მაგრამ ეს გზები ბოროტმა მაგალითად, აი ეს გზები არია, მისასვლელი გზები. ეს შეიძლება 200 მისასვლელი გზა პირობითად ვამბობ, არის, მაგრამ ერთადერთია ჭეშმარიტი გზა, რომელიც მაგალითად მართლმადიდებლობა ქადაგებს. იმიტომ არის რომ ადამიანს შეუქმნას ილუზია, რომ ის რელიგიურ და მიიღებს იმას.
რაც ღმერთმა აღუთქვა, მაგრამ ბევრი რელიგიას თუ ღრმად ჩაუკვირდება კარგად, იქ ცხონებაზე არ არის საუბარი. ზოგი რელიგია აქაურ კეთილდღეობის მეც არაფერს არ პირდება. ჩვენი რელიგია არის გამოცხადებული, ჩვენი ჭეშმარიტება. ხორცშესმური ღმერთი მოვიდა და თქვა, ის კარი, რომელიც სათასასოფლისა დაიხშო ერთ დროს, ეს კარს ვაღებ და ამ კარში მე შეგიყვანთ და თვითონ მაგალითი გვიჩვენო. ეს არის გამოცხადებით, მივიღეთ, ღმერთი განკაცდა, რამხელა საიდუმლოა, ხო? აქ აღარ უნდა ისვას კითხვა. აი სხვა რელიგიებში თუ მაგალითად ადამიანი აჩენს ესეთ კითხვას, აი ღრმად ნებისმიერი რელიგია შეიძლება ღრმად ის დოქტრინა განიხილოს და უბრალოდ ამ ქვეყნის სიკით აღარაფერს აღარ პირდება. ზოგს აქვს პრეტენზია რომ კი პირდება, მაგრამ სხვანაირად, სულ სხვა რამეს უსახავს. ზოგი ამბობს რომ თქვა 8 წლით საერთოდ არ გჭირდება, ისეც მიიღებ. ღმერთმა ყველაფერი გააკეთა და ჩვენ რომც არ ვიღვაწოთ, ყველას აუცილებლად შეგვიყვანს იქ. ანუ ყოველ აი არის შერეული ესე რომ ვთქვათ, ამას ვეძახით ერეტიულ მოძღვრებებს, ანუ ამ წვალებლობას ვეძახით, რომელიც იმ საერთო ჭეშმარიტებას გზას უვლის და მაცხოვარი ამბობს, რომელი არა მოვალს კარეთ, იგივე მპარავი არის და ყველა ამ რელიგიას ჩვენ პარავს ვეძახით. არ შემოდის კარით. კარი არის ეს საღვთო ჭეშმარიტება და სჯული, რომელსაც ეკლესია ქადაგებს. ამ კარით ადამიანები არ შემოდიან. თითქოს და სხვა კარი ანახა ბოროტმა. მაგრამ იმას თვითონ უფალმა დაარქვა. ეს არის პარავი და ავაზაკი. ანუ თვითონ ადამიანი ერჩევს ამას. და მე ვურჩევ უბრალოდ რომ კითხვას თუ აგრძელებს, აი კარგად განიხილოს უბრალოდ თუ სხვა რელიგიებზე მართლა რაღაცას დიდი ინტერესია, უბრალოდ ზოგადი კითხვებია თუ ვთქვათ ღრმად ეძიებს ეს ადამიანი. შეიძლება რომ უბრალოდ კიდაც მცოდნე ადამიანთან, ღვთისმეტყველთან, ჩვენი ეკლესიის წარმომადგენელთან გარჩევს და თვითონ იმც და რელიგიაში დაანახებს. როგორი utopia, როგორი ჩიხია. არ აქვს სხვა გაგრძელება იმას. რაღაცა ერთი შეხედვით შეიძლება ესეთ ლამაზად კვირდება რელიგია თუ არის. და შეიძლება მეტი მიმდინარეობა. და ესეთი კულტები და ესეთი აღსრულება, ხო? რაღაცა ესეთი რიტუალური ისენი აქვს, ხო? მაგრამ აი კარგად დაინახავს, როგორი მცდარია, როგორი არაფრის მომცემი არ აქვს, პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ. კი. კეთილი რუსაკ წერს მყავს მამა გარდაცვლილიო და ვიცი რომ ჯვარი ჩემს მშობლებს არ ქონდათ დაწერილი. რა შემიძლია გავაკეთო იმის გარდა რომ ყოველდღე მათი სულებისთვის ლოცულობ. მისი სულისთვის ლოცულობ. მაეთყობა ერთ-ერთი ცოცხალია ღმერთმა ჯანმრთელად უმყოფოს. ძალიან მაწუხებს ეს ფაქტია. ნუ ვერაფერს ეხლა ჯვარს გარდაცვალების მერე ვეღარ დაიწერეთ. მეუღლეები რომ გადაწყვეტენ ერთად სანაცხოვრებას, აუცილებლად ჯვრის საიდუმლოთი უნდა შეუერთდნენ ერთმანეთს. ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია ეს შეერთება. იმიტომ რომ ღმერთი აკურთხებს და ეს საღვთო მადლმოსილებით ერთი ძვალი და ერთი ხორცი ხდება და ამას ანუ ამ ჯვარს იდებენ და ანუ ღმერთმა იცნა ეს და იცნა უფრო ესე შეიძლება ითქვას რომ ღმერთს ეს წყვილი უჩვენებს რომ ღმერთო შენი მფარველობის ქვეშ გვინდა წარმართოს ეს და არიან ადამიანები რომ იყო პერიოდები რომ ბევრ შემთხვევაში ჩვენი უწინდელი თაობა თქვენ თუ შევეხებით იმ რეალობას არ დავიწყოთ რომ ეს მაგალითად ბავშვობიდანვე რამე სხვანაირად უყალიბებდნენ ცნობიერებას რა და თქვა ზოგს ეკლესიური ცხოვრების შესაძლებლობაც არ ქონდა მაგრამ რაღაცა პასუხისმგებლობას ატარებდნენ ერთმანეთის წინაშე შეიძლება ჯვარი არ ქონდა დაწერილი მაგრამ უყურადღებოდ არ დატოვებს ღმერთი ამას მაგრამ აუცილებელი პირობა რომ ჯვარი დაიწერონ რა თქმა უნდა როცა ოჯახი იქმნება თვითონ რა თქმა უნდა ლოცვაში მოიხსენიოს და ეს ტკივილი მისგან მესმის მაგრამ თვითონ ღირსეული ქრისტიანი იყოს და ღმერთი აუცილებლად წყალობით შეეწევა თავის რა თქმა უნდა ახლობლად სიყვარულს და ერთგულებას არ დაუკარგავს ღმერთი ნამდვილად ესეთი კითხვა გაახლავთ შემდეგი ცხონდება თუ არა ადამიანი თუ არ განიღმრთო ამ სამყაროში უწერს ნუცა ცხონება ანუ თვითონვე პასუხობს ცხონება არის განღმრთობა განღმრთობა როგორ შეიძლება გავიგოთ რა არის განღმრთობა ეს არის სული წმინდა ღმერთის მოქმედება ადამიანს განღმრთობა არის რომელიც საკუთარ თავში აისახება და იცის სული წმინდის მოქმედება ანუ სულიერებასაც ამას უწოდებს წმინდა ბასილი დიდი რომ ვინც საკუთარ თავში ასახა სული წმინდა მოქმედება და ამ მოქმედების ქვეშ ყოფობს. აი ზუსტად ეს არის რომ მამების ღვაწლი უკავშირდება რას რომ ეს მოქმედების ქვეშ რაც შეიძლება მუდმივი მოქმედების ქვეშ იყვნენ. ანუ განმრთობელობა არის სული წმინდა ღმერთის ასახვა საკუთარ თავში.
მოქმედების განცდა. აი მაგალითად როგორც ცოლ-ქმარს შევეხე წინა კითხვაში და როგორც ცოლ-ქმარი უფრთხილდებიან სიყვარულს, რომ მუდმივად სიყვარულის ასახვა იყოს. წესით ადამიანი ეს სიყვარული უნდა გაამრავლოს და ეს სიყვარულს გაუფრთხილდეს. თუ სიყვარულის გზნობა არ არის, რას ვაკეთებთ? ვცდილობთ რომ მეცადინეობთ რომ ისევ სიყვარულის აი ამ პროცესში, აი ამ განცდის პროცესში და სულიწმინდის აი ამას ამ მდგომარეობას სულ ამას მიველტვით. ქრისტიანის საერთოდ ეს უნდა იყოს ქრისტიანისთვის თავარი მიზანი, რომ მადლი მოიხოჭოს, მადლი არის სულიწმინდის მოქმედება. ანუ სულიწმინდა არ მოქმედებს მამისაგან და ძისგან დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, ყოვლადწმინდა სამები მოქმედებს, მაგრამ ჩვენ სულიწმინდა ღმერთი, როგორც უფალმა აღვითვა იესო ქრისტემ, სულიწმინდანის მეშვეობით მოქმედებს მამა და ძე. მამისაგან გამომავალი ძისა მიერ თაყვანისცემული სულიწმინდა მოქმედებს. ეს მოქმედება არის განაღვთობა. თუ ამ მოქმედებაში ჩვენ მაგალითად არ ჩავერთვებით და არ ვცდილობთ მიზანი არ არის, როგორ შეიძლება ცხონების საკითხი დავაყენოთ ჩვენ. ეს არის ღმერთთან ერთად თანამოქმედება. შენი პირადი ნება რომ ამ მოქმედების ობიექტი გახდე. სასუფეველი სხვა არაფერი არ არის თუ არა ის მოქმედების წიაღში შესვლა. აი მაგალითად იესო ქრისტე, როგორც სრული კაცი და სრული ღმერთი, იმ ყოვლადწმინდა სამების თავის წიაღში ადამიანური ბუნება შეიყვანა, რომელიც ბუნებას განუყოფელი იყო ღვთაებასთან, ანუ ყურეთ ღვთაებასთან შეერთებული. ამიტომ ჩვენ ამ საიდუმლოში, განკაცების საიდუმლოში ხედავთ, რომ თითოეული ადამიანი, როგორც ადამიანური ბუნების წარმომადგენელი და უფალმა განკურნა საკუთარ თავში ადამიანური ბუნება, ზუსტად ამ ბუნების ჩვენ პირადი ნებით მონაწილეები უნდა გავხდეთ, რომ ანუ ამ თანამოქმედებით გავხდეთ სულიწმინდა ღმერთის, ანუ ღმერთთან თანამოქმედებით მასთან ერთობა მოვიპოვოთ. ანუ სასუფეველი არის ერთობა ღმერთთან. თუ ეს ერთობა არ ამოქმედა და ერთობისთვის არ მეცადინეობს ადამიანი და არ იღწვის, ეკლესია ზუსტად ამ ერთობას კლავს. აქვე ხდება ამ ერთობის განცდა, რაღაც გარკვეული ხარისხით. მერე იქ სრულად იღებს. რისკენაც ცელტოვლა ქონდა. ამიტომ ვეტყვით, რომ ამის გარეშე ცხონება არ არის. განღმრთობა, ეს არის ადამიანის ზუსტად გარდაქმნა. გარდაქმნა, ანუ გარდაქმნა, იმიტომ რომ ეს თვითონ გარდაქმნა უფალმა, აი მაგალითად ყრეთით აღდგომის შემდგომ ადამიანური ბუნება უკვე გარდაქმნილი იყო, თავის ფარგლებში გარდაქმნა. და ეს შესაძლებლობა, აი ამ პროცესში უნდა შევერთდეს ადამიანი. ძალიან ღრმა საკითხია. ეს არის მთავარი ცხონების მთავარი პრინციპი. რომ ღმერთთან თანამოქმედება მარადიულად იყოს ადამიანი. კეთილი. ესეთი კითხვა არის, ესე იგი რას ნიშნავს სულიწმინდის გმობაო და რატომ არის მიუტევებელი ცოდვა იგიო? სულიწმინდის გმობა რაში გამოიხატება? სულიწმინდის გმობა ერთი პავლე მოციქულს დავესესხებით ერთი იქ ჩანს, რომ თქვენ ტაძარი ღვთისანი ხართ. ანუ სული, რომელიც მაგალითად ქრისტიანი სული, რომელიც ამოქმედებული სულიწმინდაზე ვსაუბრობთ ჩვენ, ხომ? ის მოქმედება, რომელიც ჩვენზე აისახება, საღვთო სიკეთენი, ეს არის სულის მოქმედება. და ჩვენ სულის ტაძარი ვართ. ეს ტაძარი მაგალითად არ უნდა დაარღვიოს ადამიანმა. არ უნდა შელახოს. აი თვითკვლელობაზე აქვს საუბარი. მაგალითად საკუთარი სხეული, ანუ საკუთარი სხეული, მაგრამ საკუთარსაც პირობითად უწოდებს. ეს სხეულიც ღვთისაა. ღვთის მიერ არის შექმნილი ეს სხეული. სულის ღვთისგან გვაქვს მიცემული. საკუთარი ერთი არჩევანია. ჩვენი. საკუთარი რო დავარქვა ეს არჩევანი, უბრალოდ ღმერთი გვენდოდა ეს არჩევანი მოგცა. ნება მოგცა. ეს რამხელა პატივი შეგვძინა. შენ ნების გარეშე კი არა, შენი ნება. ამირჩევ შენთან ვიქნები, არ ამირჩევ და შენ თვითონვე დგები ჩემგან შორს. ის სხეულის მამოგეცი და ის სულის მამოგეცი. ამიტომ როცა არღვევ შენ ამ სხეულს და სულს არ იღებ მაგალითად სულიწმინდა ღმერთს ამ მოქმედებას და არ აძლევს საშუალებას, რა თქმა უნდა გმობაა. სულიწმინდის გმობა სხვანაირადაც იქ საღარებაში ჩანს მაცხოვარს ეკითხებიან ფარისევლები, რომ ეს დემონის ძალით აკეთებს ამ ყველაფერს. გმობენი. აი მის ქმედებას გმობენ, რომ იქვე აბრალებენ, რომ ეს არის ბელზებულის ძალით აკეთებს ამას. არადა სულიწმინდა, იმიტომ თქვა, რომ თუ თქვენი შვილები ანუ ჩემი ძალით განასხამენ ეშმაკებს, აბა მოსულაც ათასასუფეველი. ანუ სულიწმინდა ღმერთის მოქმედებით აღასრულებენ მისი მოციქულები ამას. რა თქმა უნდა, ღვთისა, მამისა და ძის თანამოქმედებით. ამიტომ სულიწმინდის ესეთი კაფიო გამოვლინება, როცა ჩვენ ვიცით სულიერი მოქმედება, ჩვენ დავინახეთ, რომ სასწაული გამოვჟავდა და მართლა ავტორია სულიწმინდის გმობა და ამაზე ამ კაფიო ცხად სასწაულს შენ იქმნი, რომ ეს საეშმაკოს სულს დაარქმევ, ან ასე შემდგომ არ მიიღებ, ეს არის გმობა. იქვე ამბობს მაცხოვარი, რომ ჩემი კაცის ძის მიმართ ცოდვა გმობა მიეტევებათ, მაგრამ სულისაცმინდისა გმობა არ მიეტევებათ.
აი გმობა კიდე ძალიან ფართოდ შეიძლება განივიწყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სმენელს რაღაცა ნიშნით აქცენტი დავსვით, რომ რა შეიძლება აი ამ მიტებებაში ხო რეგულირება თვითმკვლელობის დროს, რომ ფიზიკურად უკვე ვეღარ შეინანებ, აი შეიძლება ესეც იყოს. მდგომარეობა შენ რომ შენ რეალურად შენი ხელით ანადგურებ ის, რითაც შენ მარადიულობა უნდა მოიტანო, რითაც ცხოვრება, შენ სრული უიმედობა და სრული ურწმუნოება ღვთისადმი ეს. უკიდურესი მდგომარეობა ადამიანი მივიდა, რომ იმედი სრულად გადაიწურა. რომ ადამიანს თქვათ სხვანაირი სიცოცხლის პერსპექტივა არ აქვს, რომ შენ ამბობ, რომ ეს არის მხოლოდ შენი დასასრული, როცა ადამიანი განხტობისთვის, ანუ ამ აღმატებული მდგომარეობისთვის მოხვედი. შეგიერთა ღმერთმა და ამიტომ მოგიყვანა შენ. ამ შეერთებაზე უარს ამბობ და სულიწმინდის გმობა ესე შეიძლება გავიგოთ. კეთილი. მადლობა მამაო, ჩვენი დრო ამოიწურა, საინტერესო საუბრისთვის კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით. ძვირფას მაყურებლებს შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლდათ საბურთალოზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გიორგი ბაზერაშვილი. გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8:30-ზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.